რა თქმა უნდა, სიამოვნებით. გამარჯობა მეგობრებო, დღეს გვაქვს კონსტიტუციის ჯგუფის შეხვედრა კიდევ, რომელიც იმართება ხოლმე კვირაში ორჯერ, ეს არის სამშაბათს და პარასკევს. ყოველთვის ეს არის თბილისის დროით საღამო 5 საათზე. ვიკრიბებით ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობთ, რომ კონსტიტუცია არის ის ნაწილი, რომელზეც დგას სტრუქტურულად სხვადასხვა კანონები საქართველოში და ის არის ძირითადი მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს თუ რა არის თამაშის წესები. ეს ეხება სხვადასხვა შტოებს, ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჰორიზონტალურ ჭრილში, რაც ეხება შტოებს შორის ძალაუფლების გაყოფას, ისევ როგორც ვერტიკალურად, რაც ეხება დეცენტრალიზაციას. რეალობა ის არის, რომ დღეს ეს ორივე განშლა არის კონცენტრირებული ცენტრში და ცენტრიდან იმართება ფასადურად სახელმწიფო. ეს მართვის სტილი ახასიათებს სწორედ აი ამ ავტოკრატიულ სისტემებს, რომელიც ჩვენ მრავალ ქვეყანაში გავარჩიეთ. პრინციპში ცენტრში იყრის ის ბერკეტები, რომელიც შემდეგ გავლენას ახდენს ყველა მხრივ სახელმწიფოზე. ამიტომ ერთ-ერთი მექანიზმი, როგორც შეგვიძლია, რომ ეს გავანეიტრალოთ არა დღევანდელ გარემოში, როდესაც უკვე მიტაცებული არამედ სამომავლოდ, ეს არის ამ ძალაუფლების დეკონცენტრაცია. დეკონცენტრაცია შეიძლება მოვახდინოთ ჰორიზონტალურ ჭრილში, შტოებს შორის, ისევე როგორც ვერტიკალურ ჭრილში, ეს იქნება დეცენტრალიზაცია და ეს ეხება არა მხოლოდ ინსტიტუციებს, არამედ ინსტიტუციებშიც შიგნითაც შეიძლება მოხდეს სუბდეცენტრალიზაცია. ასევე ხშირად ჩვენ რაც გავაკეთეთ აქამდე კვლევები ამ საკითხის გარშემო, იქიდან გამომდინარე თუ რა გამოცდილება არსებობს მსოფლიოში ამის გარშემო, არის ის, რომ ხშირად პარტიები წარმოადგენენ ძირითად ძალას, რომელიც არის გამოყენებული როგორც მიტაცების მექანიზმი. და დანარჩენი მთელი სისტემა გვევლინება როგორც ფასადი და ამ ყველაფრის უკან თუ პარტიებს შეუძლიათ რომ ცენტრალიზაცია გააკეთონ და მიიტაცონ საკანონმდებლოს დიდი ნაწილი, შემდეგ ეს ხდება იმისი ნიადაგი, რომ აღმოცენდეს ავტოკრატიული მიტაცების სქემა. ამიტომ ვთვლით, რომ საჭიროა რომ მოხდეს სტრუქტურულად გამართვა კონსტიტუციის, ისეთნაირად რომ წინ აღუდგეთ ავტოკრატიულ ცვლილებებს სამომავლოდ. ეს მცდელობა არის იმისკენ მიმართული, რომ სამომავლოდ მაგალითად 10 წელიწადში იქნება თუ როდესაც იქნება, არ მოხდეს ისევ ასე თქვათ ავტოკრატიული უკუსვლა, ან დემოკრატიული უკუსვლა და უფრო მყარად კონდეს ფეხი მოკიდებული იმ საფუძველზე, რომელსაც ქვია ევროკავშირისკენ სვლა და მხოლოდ ასეთ სტილში მოვახდენთ ჩვენ, ასეთ მოდელში მოვახდენთ ჩვენ ევროპასთან ინტეგრაციას. სხვა ვერსიებიც არის გამოცდილება ამის გარშემო, მაგალითად თურქეთის შემთხვევა, მაგალითად უნგრეთის შემთხვევა. კი ბატონო, ისინი არიან წევრი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირს დაუგროვდა უკვე იმის გამოცდილება, რომ ასეთი წევრების ენთუზიაზმით ყოლა მას არ უხარია და შემდეგი გამოცდილება მსგავსი, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში, ან თუ დანს უკრაინის შემთხვევაში, მას არ უნდა და უნდა რომ ისეთი წევრები მიიღოს, რომელთაც ნამდვილად სურთ რომ შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს და არ იყოს ეს ფასადური დემოკრატია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს რამოდენიმე მოდელი, რომელიც ამ პრინციპებს ემსახურება, ამ ძალათა დეკონცენტრაციას ემსახურება და არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სისტემები არსებობს, ეს შეიძლება საპარლამენტო იყოს, საპრეზიდენტო და სხვები, რომლებიც ამ პრინციპებს იცავს. რა თქმა უნდა, ასევე შეიძლება ამას დეცენტრალიზაციას, როდესაც შევხედოთ როგორც ცენტრალიზებული სახელმწიფო, unitary სახელმწიფო და მაშინ იყოს დეცენტრალიზაციის საკითხები, რომელიც მრავალი ქვეყანა არსებობს ასეთნაირად მოწყობილი, ან შეიძლება იყოს როგორც მაგალითად შვეიცარიის მოდელია,
რომ ყველა კანტონს აქვს თავისი ან ამერიკის მოდელი, ყველას აქვს თავისი კონსტიტუცია, ყველას აქვს თავისი საკანონმდებლო აღმასრულებელი და ისინი ამ საერთო ქოლგის ქვეშ მოქმედებენ, რომელსაც კიდევ სხვა კონსტიტუცია აკონტროლებს და რა თქმა უნდა, ესენი ერთმანეთთან უნდა იყოს რაღაც კანონზომიერებაში მოსული. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორ შეიძლება ეს საქართველოში დაალაგდეს იმ მდგომარეობიდან გამომდინარე თუ სად არის საქართველო გეოგრაფიულად და ასევე როგორი გამოცდილება გვაქვს ამ საკითხების გარშემო, როგორც ქართველებს და რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ეტაპზე. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს გარდამავალი პერიოდი ახალ წყობაში თუ ეს გადავწყვეტთ, რომ ჩვენ ასე გავაკეთოთ, როგორ უნდა გავიაროთ და ვარ თუ არა ამისთვის მზად და ხომ არ არის ისე, რომ ეს მზადყოფნა რაღაც ილუზია, რომელიც ჩვენ უნდა უბრალოდ შინაგანად დავძლიოთ და უბრალოდ გადავხდეთ ამ ახალ რეალობაში. ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ ვარჩევთ ხოლმე სხვადასხვა ტოპიკებს, სხვადასხვა საკითხებს. დღევანდელი საკითხი, რაც მინდა მოგიტანოთ, ეს არის პარტიული დეცენტრალიზაციის მოდელი, ანუ მოდელი მთლიანად რამოდენიმე მოდელია და მთელი მოდელი შეიძლება სხვადასხვანაირი კუთხით ავაწყოთ. და მე ხლა გაგიზიარებ და ნახოთ მიხვდებით რაზეა საუბარი. Ну, აქ მთელი მოდელია ჩამოწერილი მარცხენა მხარეს. ამ მოდელის უბრალოდ ვახსენებ ზევით რა წერია, რომ იმიტომ რომ დრო არ გვექნება უბრალოდ რამოდენიმე საათი შეიძლება დაჭირდეს ამ მთელის გარჩევას. მაგრამ ვახსენებ იმას, რომ ეს არის ორპალატიანი მოდელი, როდესაც არის მხარეები, შეგვიძლია მას მუნიციპალიტეტი დავარქვათ ან რეგიონები და თვითონ მხარეში არის არჩეული პროპორციული წესით ერთი ესე იგი უგაცრავად სამი სენატორის ეკვივალენტი, ეს არის მხარეთა პალატის წარმომადგენელი და საერთო ჯამში 69 გამოდის მხარეთა პალატაში და მეორე მხრივ ეს არის ხალხთა პალატა, რომელიც პროპორციულად იმისა თუ რამდენი პოპულაცია ცხოვრობს ამ მხარეში არის რამოდენიმე წევრი ამ პალატაში. შეიძლება იყოს მაგალითად 3 ან შეიძლება იყოს 15 ან 20 იმის დამიხედვით თუ რა პოპულაცია ამ მხარეში. თვითონ ეს მხარეების დაყოფის საკითხით ჩვენ ხშირად ვეჯახებით ხოლმე ამ საკითხს, ძალიან პრობლემურია, იმიტომ რომ ზოგი მხარე არის პატარა, ეს მუნიციპალიტეტებს თუ ავიღებთ და შეიძლება რეგიონი თუ ავიღოთ უფრო დიდი იყოს და რაღაც ერთმანეთთან კავშირი არ ქონდეთ ისეთი კარგი, ამიტომ ეს საკითხები კიდევ დასამუშავებულია, მაგრამ არსებობს ამისი რამოდენიმე მიდგომა და გადაწყვეტებით. ეხლა რაც შეეხება ამ საკითხს დღეს გავარჩევთ, ეს არის საარჩევნო სისტემა და ადმინისტრირება. არჩევნებს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მოხდეს პარტიული ამ მოდელში, ეს მოდელი მთლიანად ემსახურება იმას, რომ იყოს ძალთა დეკონცენტრაცია. ძალთა დეკონცენტრაცია შეიძლება მოხდეს მრავალ ინსტიტუციაში, შეიძლება იყოს ეს მაგალითად CSGO, შეიძლება იყოს ეს judiciary, ანუ მოსამართლეთა ინსტიტუტი, სასამართლო სისტემა იყოს დეცენტრალიზებული, მაგრამ ასევე შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პარტიების მოდელები თუ არსებობს სხვაგან, რომელიც უზრუნველყოფს მათ დეცენტრალიზაციას. და სწორედ აი ეს მოდელი არის ის ვერსია, როდესაც პარტიებს ვართმევთ ძალების კონცენტრაციის საშუალებას, რადგან როგორც ადრე განვიხილეთ, ხშირად ხდება ხოლმე ისეთი გარემოება, როდესაც პარტიები გადაწყვეტენ, ვინ შემოუშვა და ვინ არა, თვითონ მუნიციპალიტეტში თუ ქალაქში, როგორც მათი წარმომადგენელი და არა ისე, როგორც ხალხი ამას გადაწყვეტს. ამიტომ თუ შესაძლებელია, რომ ამისი ბერკეტი მოვშალოთ და ხალხს მივცეთ უფრო მეტი სათქმელი აქვს, ვიდრე პარტიების ლიდერებს, მაშინ ერთ-ერთი მიდგომა შეიძლება ასეთი იყოს.
ამ მოდელში საარჩევნო კომისია, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არსებობს და ასევე არ არსებობს ადგილობრივი კომისიები, ხმის მიცემა ხორციელდება ნაციონალური რეესტრის სისტემაზე დაყრდნობით. ამ რეესტრის შედგენის პრინციპები ჩვენ ადრე განხილული გვაქვს. არჩევნების დღეს სისტემის განლაგება ევალება დაქირავებულ მინიმუმ 2 კომპანიას. კომპანიებს შორის ხმათა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცდომილება შემდეგ იწვევს აუდიტს. ესეთი მიდგომა, რომ შეიძლება 3 კომპანია იყოს მაგალითად უბანზე მიმაგრებული და ისინი პარალელურად ატარებდნენ არჩევნების ჩატარებას და შემდეგ მონაცემები არ უნდა იყოს ერთმანეთთან სტატისტიკურად ესეთი მნიშვნელოვნად განსხვავებული იმისთვის, რომ მივიჩნიოთ, რომ აუდიტი საჭირო არ არის. შემდეგ ბიუჯეტი იყოს გარანტირებული, დაცული ბიუჯეტი, რომელიც არ ექვემდებარება არ ცენტრალურ ან ადგილობრივ აღმასრულებელ შტოს და პრინციპში შეიძლება ისეთი მექანიზმების მოფიქრება, ეს ყველაფერი კიდევ გასათვლელია და დასაფიქრებელი, როდესაც არჩევნების ბიუჯეტი შეიძლება გატანილი იქნეს არა მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტიდან, ამ მხარედან, არამედ ქვეყნიდან უფრო მაღალ დემოკრატიულ ქვეყანაში. რომ არ იყოს ის ბარიერი, რომ არჩევნებს ვერ ვატარებთ. შემდეგ არის საარჩევნო ოლქების დაყოფა ხალხთა პალატისთვის, ეს თითოეული მხარე არის მრავალმანდატიანი ტერიტორია, მანდატების რაოდენობა მოსახლეობის პროპორციულია, როგორც მე ადრე ვახსენე და სისტემის მიერ ახლდება ყოველი აღწერის შემდეგ, შეიძლება ეს ყოველი აღწერა 10 წელიწადში ჩატარდეს, ან უფრო ხშირად. და მანდატების რაოდენობა განსაზღვრავს მანდატების რაოდენობის განსაზღვრისთვის გამოიყენება სენტლაგის მეთოდი დღესდღეობით ჩვენ დეჰონტის მეთოდს ვიყენებთ საქართველოში სენტლაგი უფრო მეტ პრიორიტეტს აძლევს რომ უფრო სამართლიანი იყოს გადანაწილება და უფრო პატარა მხარეებს უფრო მეტი წარმომადგენელი გაუჩნდეთ უფრო მეტი კი არა, უფრო სამართლიანად შესაბამისი და არ კონდეს პრიორიტეტი უფრო მჭიდროდ, უფრო მრავალი მოსახლეობის მქონე მხარეს. და თვითონ მხარეს რაც შეეხება, თვითონ მხარეში არჩევნების პროცესში გამოიყენება ღია სიები ამ მოდელში და ასევე სენტლაგის მეთოდი. ანუ რას გულისხმობს ეს ღია სიები არის ის რომ შეიძლება პარტია 1-2-3 კონდეს თავისი ლისტი წარმოდგენილი, რომელიც რომ ამორჩეულობა უნდა ერჩიოს, მაგრამ მე მეძლება საშუალება რომ თვითოულ სიაში ავირჩიო ის ადამიანები, რომელიც ჩემთვის მისაღებია, არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ მრავალი ადამიანი, მაგალითად თუ არის ასარჩევი 7 კანდიდატი იმ წელს, შემიძლია 7 ადამიანი მოვხაზო იმ პრიორიტეტის მიხედვით, რომელიც მე მიმაჩნია სწორი. ეს ამის გამოცდილება მრავალ ქვეყანაში არსებობს. შვეიცარიაც ასეთნაირად მუშაობს და არ არის ესეთნაირად, რომ მიჯაჭვული ხარ ერთ რომელიმე პარტიულ სიაზე. ამისი კარგი ეფექტი კიდევ ის არის, რომ ადამიანები არ ხდებიან ფსიქოლოგიურად მიჯაჭვული ერთ რომელიმე პარტიაზე და ფიქრობენ, რომ მე შემიძლია მივცე პრიორიტეტი ამ ადამიანს ამ პარტიაში, ამ მეორე ადამიანს სხვა პარტიაში და ასე შემდეგ და პარტიულობა ხდება უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი და შემდეგი ეტაპებიც ამას გახდის უფრო ნათელს თუ რატომ ხდება პარტიულობა ნაკლებად მნიშვნელოვანი. კიდევ არის რომ თითოეული მხარე ყოველ წელს ატარებს ხალხთა პალატის არჩევნებს და ყოველ წელს ატარებს მხარეთა პალატის არჩევნებს ყოველ და ესეთნაირად გამოდის რომ არჩევნები ერთმანეთს არ ემთხოვა. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც არჩევნები ერთმანეთს ემთხოვა ხოლმე, პალატების არჩევნები ან საპრეზიდენტო არჩევნები ამ შემთხვევაში უფრო იმატებს იმის რისკი, რომ ერთად მოხდეს ამ პოპულისტურ ტალღაზე მთლიანად აღმასრულებელის და კანონმდებელის ერთად მიტაცება. ამიტომ ამისი დროში გაწელვა და გადანაცვლება არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც მოწოდებულია სხვა წყაროებში, რომ როგორ შეგვიძლია წინ აღუდგეს ავტოკრატიას.
საპრეზიდენტო საბჭოს რაც შეეხება ამ მოდელში ანუ აღმასრულებელი შტო არის წარმოქმნილი საპრეზიდენტო საბჭოს სახით ეს არის შვეიცარიის მოდელი, სადაც არის 7 პრეზიდენტი და ისინი მაგალითად 4-3-ზე იღებენ გადაწყვეტილებებს. წარმოადგენს ერთი ცერემონიულ პრეზიდენტს ამ 7-დან, მაგრამ 7 ადამიანია საჭირო იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს პრეზიდენტმა, როგორც ინსტიტუტმა. და ესეც წარმოადგენს ძალათა გადანაწილების მექანიზმს. შემდეგ არის საკითხი არის ცენტრალური დონის არჩევნებზე მონაწილეობის და დაფინანსების უფლებები და ვალდებულებები. ეს არის ცენტრალური ვალდებულება, რომელიც ვრცელდება ყველა მხარეზე. და შეგვიძლია ამას ასეთნაირად შევხედოთ. ეს მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს არის ამორჩეველზე ორიენტირებული დაფინანსება. ამის გამოცდილება არსებობს ამერიკაში, სიეტლში მაგალითად და ასეთნაირად ხორციელდება. მხარეში მაცხოვრებელ თითოეულ ამორჩეველს ეძლევა 4.50 ლარიანი ვაუჩერი. ეს 50 ლარიანი შეიძლება შეიცვალოს ოჯახის მედიანური შემოსავლის რაღაც პროცენტად, იმიტომ რომ დარჩეს ეს საშუალო რაღაც შემოსავალი თუ რას უდრის ეს. და შემდეგ ეს, ანუ თითოეული ადამიანი ამორჩეველი იღებს 4 ვაუჩერს, რომელიც არ არის ფიზიკური ფული, არამედ ეს არის პოლიტიკური აქტორის კანდიდატი იქნება თუ პარტია მხარდაჭერის შესაძლებლობა. ან თვითონ არ იხდის ფულს, უბრალოდ მათ ურიგდებათ ეს ვაუჩერები, რომელიც შეუძლიათ გადასცენ შემდეგ ამ პარტიებს ან კანდიდატებს. სახსრების გამოტანა ის აქტორები, რომლებიც ამომრჩევლის ნდობას მოიპოვებენ, მიიღებენ ვაუჩერებს, გამოიტანენ ამ თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან, რომელიც შემდეგ დაეხმარებათ არჩევნების წარმართვაში. საერთო ხარჯების ლიმიტაცია, ახლა, როდესაც საუბრობთ ხოლმე ამ საკითხზე, ეს მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება ვიღაცამ ძალიან ბევრი ვაუჩერი აიღოს და უნდა იყოს მათი დანახარჯებიც ლიმიტირებული იმისთვის, რომ არ მოხდეს ზედმეტად ამა თუ იმ პარტიის წახალისება. და სადღაც უნდა იყოს დაწესებული თუ რამდენი ვაუჩერი შეიძლება მიეცეს, გაეცეს მაქსიმუმი რომელიმე კანდიდატს ან პარტიას. საერთო დანახარჯის ლიმიტი პოპულაციის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, ეს დეტალი დასამუშავებელია, მაგრამ აი ამ საერთოდ რაც ვახსენე იმ პრინციპს ემსახურება. შემდეგ არის ცენტრალური პარტიისგან ფინანსური გამიჯვნა. ეს არის კრიტიკული ნაწილი ამ მოდელის და ნიშნავს რას, რომ კანდიდატს პარტიას ეკრძალება პარტიის ცენტრალური ან სხვა განაყოფებიდან ფულის მიღება ან მათზე გაცემა. ანუ მაგალითად თუ ერთ მხარეში არის რომელიღაცა პარტია, მეორე მხარეში იგივე პარტია, მესამეში და ასე შემდეგ, მათ აკავშირებთ ერთმანეთთან რაღაც იდეოლოგიური ერთობა, მაგრამ ეს იდეოლოგიური ერთობა არ უნდა გახდეს ფინანსური ერთობის ან ფინანსური მოდების და ბერკეტების საფუძველი. ეს იმიტომ, რომ ხალხს ჰქონდეს უფრო მეტი სათქმელი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოვა იმ მხარეში, როგორც ამ პარტიის წარმომადგენელი და რა რომელიღაცა ცენტრალურ პარტიის ცენტრალურ ოფისს ან რამოდენიმე ერთ ან ორ ადამიანს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ლოიალობა მოვხსნათ რომელიღაცა ცენტრზე და უნდა იყოს დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, რაღაც პარტიული იდეოლოგია შეიძლება იყოს აქ, მაგრამ ფინანსური ბერკეტები უნდა იყოს მოხსნილი. აქედან გამომდინარე არის იმისი ალბათობაც, რომ პარტიები დაფუძნდეს თვითონ ამ მხარეში და არა ცენტრში და არ შეუერთდეს რომელიმე პარტიას წარმომადგენელი და გააკეთოს თავისი პარტია, რომელიც ასევე სრულიად მისაღები უნდა იყოს მოდელში. შეიძლება იდეოლოგიურად მსგავსი იყოს და რომელიღაცასთან კოალიციის შემდეგ შევიდეს, მაგრამ ეს ფინანსური გადაკვეთა უნდა იყოს მოხსნილი. შემდეგ არის კორპორაციული გავლენის აკრძალვა. ეკრძალება კომპანიისგან შემოწირულობის მიღება, ეს მნიშვნელოვანია, ეს სამწუხაროდ ამერიკაში განხორციელდა 2011 წელს მიიღო უმაღლესმა
სასამართლომ Citizens United, რომელიც გამოსავალი იყო ის, რომ სხვა დიდ კომპანიებს, სუპერპაკებს შეუძლიათ არაპირდაპირი დაფინანსება პარტიების, რომელიც ფულის გავლენას ზრდის პოლიტიკაში. შემდეგ არის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების აკრძალვა, კანდიდატებსა და პარტიებს ეკრძალებათ სხვა სახელმწიფო რესურსების გამოყენება მიიღება საარჩევნო მიზნებისთვის. სხვა სახელმწიფოს კი არა, სხვა რესურსების, ანუ ისინი იღებენ ვაუჩერებს და ამაზე დაფუძნებულია მათი კამპანია და არა იმაზე, თუ სხვა დაფინანსება რა იქნებათ. გეგმის წარმოდგენა ეს სავალდებულოა, ანუ კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს მხარის სამ პრიორიტეტზე წერილობითი გეგმა და არა უბრალოდ დაპირებები, რომ მაგალითად 5,000 ლარი, 1,000 ლარი და ასე შემდეგ. და კიდევ ორი არასავალდებულო ინიციატივა თავისი გეგმით. ანუ სამი იქნება სავალდებულო წერილობითი და ორი იქნება არასავალდებულო. ცენტრალური მთავრობა ვალდებულია ამომრჩეველთან ფოსტით გააგზავნოს გეგმების სტანდარტიზირებული ბროშურა არჩევნებამდე არაუგვიანეს თქვათ 30 დღისა შეიძლება ეს სხვა თარიღიც გავაკეთოთ აქ მაგრამ თავარი ის არის რომ საფოსტო გზავნილი ყველას გაეგზავნება გასაგებია რომ ფოსტა ცუდად მუშაობს საქართველოში მაგრამ ეს კიდევ ერთი მიზეზი იქნება რატომ უნდა გაიმართოს ერთხელ და სამუდამოდ შემდეგ არის კვალიფიკაციის ბარიერი. კანდიდატს მოეთხოვება, რომ გადალახოს დაბალი ზღვარი ამომრჩეველთა მხარდაჭერის კუთხით. ეს რაც გულისხმობს, რომ მაგალითად ძალიან ვინ უნდა იყოს რაღაც მინიმუმი კვალიფიკაციები უნდა მიიღოს ორი კაცის მხარდაჭერი თუ რამდენის ხო და აქ არის ასეთი დებულება ოლქის ამომრჩეველს ორქის ამომრჩეველის მინიმუმ 2%-ის მინიმუმ 1 ვაუჩერის მიღების მტკიცებულება. ანუ თუ ცხოვრობს პირობითად 100 ადამიანი და თითოეულ ამას ადამიანს აქვს ოლქში 4 ვაუჩერი, ორმა ადამიანმა მაინც უნდა გასცეს თითო ვაუჩერი ამ კანდიდატზე. ეს საკმაოდ დაბალი ზღურბლია ამისთვის, მაგრამ ზედა შეზღუდვაც არსებობს და ამას გავარჩევთ. ეს არის მონაწილე კანდიდატთა რაოდენობის ლიმიტაცია, ისე რომ არ გამოვიდეს, რომ ერთ პოსტზე 100 კანდიდატი ყავდეს. ხალხთა პალატის არჩევნებში კანდიდატთა რაოდენობა თუ აღემატება ასარჩევი პოზიციებზე ორჯერ მეტს, მაშინ ის კვალიფიციური კანდიდატები, რომლებსაც აქვს შეგროვილი ყველაზე ნაკლები ვაუჩერები, გაცრავად გამოეთიშებიან არჩევნებს, ანუ ყველაზე მეტი ნდობა მის დააგროვა ხალხისგან ამ ვაუჩერებზე დაყრდობით ის ადამიანები შევლენ ორმაგი რაოდენობით, ვიდრე არის ადგილები გამიზნული იმ წელს. მხარეთა პარტიის არჩევნებში კანდიდატთა რაოდენობა იზღუდება 5-ით, ანუ ხო გვახსოვს, რომ თითოეული მხარედან ყოველ კენტ წელს არის ერთი კანდიდატი წარმოდგენილი, მათი მანდატი არის 6 წლიანი და ყოველ 2 წელიწადში ერთი იცვლება, ანუ მე-13 იცვლება თითოეული მხარიდან და მხარის პალატიდან არჩევნებში რაოდენობა იზღუდება 5-ით, რომ ერთი კანდიდატი ამ 5-დან აირჩიოს ამომრჩეველმა. შემდეგ არის ავტომატიზირებული გამჭვირვალობის მექანიზმი, კანდიდატის ან თანხის კანდიდატის ან თანხის მიღები პარტიის საბანკო ანუ პარტიის ან კანდიდატის საბანკო ანგარიშების გზავნილები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ახლდება მხარის ვებგვერდზე. ეს შეიძლება პირდაპირ დაკავშირებას გაკეთდეს ტექნიკურად შესაძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადამიანებს შეეძლოთ რომ შევიდნენ და ნახონ თავისი ვაუჩერები როგორ იხარჯება. არჩევნებში დარჩენილ თანხას დაფინანსებული გადასცემს მისთვის სასურველ ქველმოქმედებას, არჩევნებში სხვა დაფინანსების გამოყენება იგრძელება. ეს იქნება გამჭვირვალე.
იმიტომ რომ ეს პრინციპში ეს თანხები არ არის ამ ადამიანის თუ პარტიის თანხა, ეს არის უბრალოდ ამ ადამიანების ამ ხარის თანხა და მათ აქვს სრული უფლება იმისთვის, რომ ნახონ როგორ იხარჯება თავისი ინვესტიცია. შემდეგ არის endorsement-ის აკრძალვა. endorsement-ი არის ხოლმე ესეთი მექანიზმი პარტიებში, როდესაც რომ პარტიის ლიდერი, რომელიღაც კანდიდატს საჯაროდ მხარს უჭერს, მაგალითად ტრამპი შეიძლება გამოვიდეს თქვას, რომ აი ეს კანდიდატი არის ჩემი რჩეული და ამას მიეცით ხმა. და ეს შემდეგ იწვევს თვითონ ამ პარტიის შიდა წრეებში, ამ მორჩევალში იმის შეგრძნებას, რომ ამ ადამიანს უფრო მეტი ნდობა უნდა მიანიჭონ, რაც ხდება პარტიის ცენტრალიზაციის მექანიზმი. და აქ წერია ესეთი რამ წინაშე საარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე 6 კვირა, პოლიტიკური ოფისის წარსულში ან აწყობაში მქონე პირები ან პარტიები, რომლებიც სიტყვით ან უსიტყვოდ გამოავლენენ მათი არაბინადრობის მხარეში კანდიდატის მხარდაჭერას, დაისჯებინებიან ფინანსური სანქციით და კონსტიტუციის პრინციპის ხელის შეხებით. როგორ შეიძლება ეს გაიწეროს, ზუსტად საინტერესო იქნება იურისტებთან ამაზე კონსულტაცია, თუ არის მექანიზმები თუ არ არის, თუ რაღაც საბჭო შეიძლება შედგეს ან მოსამართლეთა საბჭო, რომელიც გადაწყვეტს მართლა მოხდა თუ არა ასეთი endorsement-ი. შემდეგ არის არასაარჩევნო დაფინანსების ლიმიტები. ამორჩევალს ეძლევა უფლება ყოველწლიურად კონკრეტული კანდიდატი ან პარტია დააფინანსოს მაქსიმუმ ოჯახის თვიური მედიანური შემოსავლის 100%-ით, რაც უტოლდება ინდივიდის ყოველწლიური პოლიტიკური აქტივიზმის ოდენობას. ეს ყველა ქვეყანას აქვს თავისი კანონმდებლობა და ხშირად ეს უწერიათ ხოლმე თვითონ კონსტიტუციაში თუ რა ოდენობის დაფინანსება შეიძლება გაცენ მათ. ამ შემთხვევაში ეს შეჭიდულია ოჯახის მედიანურ შემოსავალზე, ანუ თუ ეს გაიზარდა პირობითად, მაშინ პარტიის ან ინდივიდის შემოსავალიც გაიზრდება და ამ მოდელში თლიანად მოდელში ხშირად ხვდებით აი ამ currency-ს, ასე ვთქვათ, ფულის ერთეულს, რომელიც განისაზღვრება ოჯახის მედიანური თვიური შემოსავლით. თვით დაფინანსების ლიმიტაციები არის იგივე, ანუ თავის-თავით შეუძლია დააფინანსოს რომელიღაც კანდიდატი და ისიც იქნება ამით შეზღუდული, ზოგიერთ ქვეყანაში ეს 3-ჯერ მეტი ან 4-ჯერ მეტია, ან იგივეა, ამ შემთხვევაში იგივეა. დაფინანსებული ვალდებულია შეავსოს ფორმა, სადაც ის პასუხისმგებლობას იღებს, რომ დამფინანსებელი ვალდებულია შეავსოს ფორმა, სადაც ის პასუხისმგებლობას იღებს, რომ გადაცემული ფული მისი გამომუშავებულია და გადასცემს ნებაყოფლობით, რომ ესე არ მოხდეს, რომ მოხდეს მოსყიდვა ან დაშინება და მას ასევე განმარტება, რომ დარღვევის შემთხვევაში ის დაიჯება და კორუფციის მხილებაში, თუ ვთქვათ, ის აღმოაჩენს, რომ რაღაც კორუფციული გადარიცხვები კეთდება, მას გადაეცემა ჯილდო თვიური მედიანური შემოსავლის 4-ზე ნამრავლი. ანუ ერთი მხრივ არის გაფრთხილება, რომ არ შეიძლება კორუფციულ ჩაება რაღაც წრეში და მეორე მხრივ არის წახალისება, რომ თუ აღმოაჩინე, რომ ასეთი რამ მოხდა, მაშინ რაღაც ჯილდო არსებობს ამასთან დაკავშირებული. დამფინანსებელთა სია ავტომატურად საჯაროვდება პარტიის საბანკო ანგარიშებზე, ანუ ხალხს რომ აქვს უფლება რომ შევიდეს და ნახოს პარტიის ანგარიშზე რა ხდება, პარტიის დამფინანსებლებიც აქ არიან ჩამოთვლილი. აკრძალულია პარტიის ან ინდივიდის არაპირდაპირ დაფინანსება, ისევე როგორც ბიზნესის მიერ ინდივიდის ან პარტიის დაფინანსება, ამაზე ჩვენ ადრე ვილაპარაკეს. არაპირდაპირ დაფინანსება წარმოადგენს იმას, რომ მაგალითად თუ აქვს ვიღაცა აკეთებს რაღაც კამპანიას, მე არ შემიძლია რომ მას დაუქირავო ადგილი, სადაც ის შემდეგ შეხვედრებში მოაწყობს, არ შემიძლია რაღაც რეკლამა გაუშვა მისთვის და ასე შემდეგ. წინა საარჩევნო მედია კამპანია და მედიის მხარდაჭერის პროგრამა. ეს ნაწილი ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარტიების დეცენტრალიზაციისთვის და ეს კანონმდებლობა იქნება
რაღაცა დოზით ჩასაწერები თვითონ კონსტიტუციაში და სხვა კონსტიტუციებში გვხდება ასეთი დებულებები. საერთოდ არჩევნებთან დაკავშირებით დებულებები ხშირად გატანილია ხოლმე კონსტიტუციიდან, მაგრამ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნება, რომ ეს კონსტიტუციაში შევიდეს. მედიას რაც შეეხება აქტორებს ან მათ მხარდაჭერებს ეკრძალებათ შექმნან და გაუშვან რეკლამა ტელევიზიით ან ინტერნეტით, ან რეკლამის დროის ყიდვა იკრძალება. ეს რას ნიშნავს? არის ამის გამოცდილება მსოფლიოში, როდესაც რომ რეკლამის გაშვება არ არის მიღებული, რომ მაგალითად რომელიღაცა პარტიამ თქვას, რომ ეს კანდიდატი ასეთი ადამიანია, კონდეს მისადმი რაღაც ლოიალობა, არა იმაზე დამოკიდებული თუ რა გეგმები აქვს, არამედ იმიტომ, რომ ის მაღალი და თეთრი ადამიანია, მაგალითად, ხო? ან ფოტოგენურია, ან ბოხი ხმა აქვს და კარგი ტემბრით საუბრობს. ეს ნაწილები, რა თქმა უნდა, მაინც გაჟღერდება, ხალხი გაიცნობს ამ ადამიანებს, მაგრამ არ უნდა იყოს ეს როგორც რაღაც ღვთაების წარმოსახულება რეკლამის სახით და ამისი განცდა უნდა ჩამოიშალოს, რომ პოპულიზმის დონე დაიწიოს და არ მოხდეს ემოციების ტალღაზე რომელიღაცა პოსტის მიტაცება. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ეს არის კიდევ ერთი მექანიზმი, ხალხი ირჩევს 3 მედია კომპანიას, რომელიც მათი აზრით სამართლიანად აშუქებს მოვლენებს და პოლიტიკას. ანუ მედია კომპანიები იმსახურებენ ხალხის ნდობას და შეიძლება არჩიონ 3 ან შეიძლება 4-იც იყოს კომპანია, რომლებიც დაფინანსდებიან შემდეგ სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ მათ უკეთესად ისაზრდოონ და ის დაკვეთა გააკეთონ, რაც სახელმწიფოს მიაჩნია სწორი არჩევნებთან მიმართებაში. ეს 3 კომპანია შემდეგ მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას იმისთვის, რომ ყველა არჩევნების დროს შედგეს დისკუსია და დებატები. შემდგომ ყოველწლიურად კომპანიები ინდივიდუალურად განიხილავენ შესრულებული დაპირებების ანგარიშს. ეს იქნება მათი ვალდებულება, როდესაც მიიღებენ ლიცენზიას. სატელევიზიო ეთერის ამისი მაგალითები არსებობს, შეთანხმებები ბრიტანეთში არსებობს ლიცენზიის გაცემის წინ რაღაც ვალდებულებების თან დაყოლების მექანიზმები. შემდეგ არის სატელევიზიო ეთერის შესყიდვის და დაფინანსების სანაცვლოდ მომრჩევლის დაკვეთა არის, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა ისაუბრონ მათ გეგმებზე და არ დაიკავონ ეთერის დრო მათი ოპონენტების ლანძღვით. ანუ რა ვნახეთ ამ ძალიან ბევრჯერ არჩევნებში, რასაც ვხედავთ, ეს არის ოპონენტების კრიტიკა, თუნდაც ოპოზიციიდან მართველი ძალების, ან მართველი ძალებიდან პირიქით, ან ოპოზიციის ერთმანეთის და ასე შემდეგ, მაგრამ ამ მოდელში ხალხის დაკვეთა არ არის ერთმანეთის ლანძღვა, რადგან ჩვენ ამაში ფულს ვიხდით, თვითონ კრიტიკის ფორმირების და კომენტარის და შეფასების ძირითად უფლებას იტოვებს თვით ხალხი და არა ეს პოლიტიკოსები. და შემდეგ ყოველი კვირის ბოლოს ტელეკომპანია ვალდებულია შეაჯამოს წინასაარჩევნო პერიოდში ვალდებულია შეაჯამოს კანდიდატებისთვის დათმობილი დრო, სადაც აღწერს თუ დროის რა ნაწილი დაუთმო კანდიდატმა ნებისმიერ სხვა საკითხს, ვიდრე ხალხის დაკვეთილ გეგმების განხილვას. ანუ ჩვენ ხო ვისაუბრეთ, რომ იქ იყო მთელი რიგი მაგალითად 3 პრიორიტეტი, რაც ხალხს აქვს და 2 კიდევ არჩევითი არასავალდებულო. და ტელევიზიის იქნება ვალდებულება, რომ დათმობილი დრო დაშალოს და ყოველი კვირის ბოლოს განიხილოს თუ რა დრო დაეთმო ამ საკითხებს და რა დრო არ დაეთმო ამ საკითხებს. ტელემედია საშუალებების საბეჭდი ინტერნეტ მედიის წილის ფლობის უფლება ან დაფინანსება კანდიდატს ეკრძალება, ან რაც ხდება დღევანდელ რეალობაში ის, რომ ტელეკომპანიები არიან
პოლიტიკური აქტორების კომპანიები ეს უნდა მოიხსნას, სხვანაირად ჩვენ უბრალოდ ვერ ამოვალთ ამ სიტუაციიდან და ისე მოხდება ეს მიტაცება. მათი ვებგვერდის მომსახურების გარდა სხვა აკრძალვები უნდა დაფუძნდეს. შემდეგ არის ფედერალური შრე ასევე უზრუნველყოფს ყველა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების ერთობლივ გზავნილს ამ მორჩეველთან პოსტის საშუალებით. ამის ბრიტანეთში არსებობს ასეთი რამ, რომ ყველას ეგზავნება ბროშურა, როგორც ბროშურა ეგზავნებათ, რომ ამ ბროშურის საფუძველზე ისინი აცნობიან რომელიმე კანდიდატის გეგმას და ეს არის ვალდებულება ცენტრალური დონისთვის, რომ ეს გზავნილები მათ გააკეთონ. და ეს არ მოუწევს პარტიას. სახელმწიფო ან ადგილობრივი სოციალური კეთილდღეობის პროგრამების გააქტიურება ან მათი ბენეფიციარების მონაცემების გამოყენება ან შესვლა საარჩევნო პერიოდში მკაცრად იკრძალება. ეს რატომ ხდება, რომ ჯერ ერთი ამ სისტემაში გათვალისწინებულია ის, რომ მუნიციპალიტეტებს ან მხარეებს რაც დაერქმევა ამას შუა დონეს, მოკლედ დეცენტრალიზაციის შუა დონეს გადაცემული ექნება უკვე ფისკალური თავისუფლება, რაც შეეხება შეზღუდულ რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს და სხვა ბენეფიციარებს, რომლებსაც ჭირდებათ დახმარება და დაფინანსება და ისევ როგორც მასშტაბების პოლიციას და შესაბამისად ცენტრალიზებული არ იქნება ეს ფინანსების ბერკეტი ცენტრში, რომ მაგალითად დაიქირავონ ან გაანთავისუფლონ მასწავლებლები, პოლიციელები და ასე შემდეგ. და ეს კანონმდებლობითაც აიკრძალება რაღაც პერიოდში. მთავრობას ეკრძალება ინტერნეტის ან სოციალური მედიის პლატფორმების სრულიად და ნაწილობრივ ფილტრაცია. ცენზურა ან გათიშვა საარჩევნო კამპანიის ან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს. ეს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, იმიტომ რომ ხშირად ხვდებით სხვა ქვეყნებში, რომ ზუსტად ამ დროს გაათიშამახომა ინტერნეტს და ასე შემდეგ. სახელმწიფო დაწესებულებებს ან მმართველ პარტიას ეკრძალებათ ოპონენტების, მედია საშუალებების ან სასამართლო ინსტიტუტების მიზანმიმართული დელეგიტიმაციისგან მიმართულების დეზინფორმაციის გავრცელება და აკრძალულია კანონმდებლობის მიღება, რომელიც ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების ან მოხალისეების ამორჩევლების ლოგისტიკური დახმარებაში გაწევას, მაგალითად, რიგში მდგომი ამორჩევლების წყლის ან საკვების მიწოდება, თუ ასეთ ქმედება არ არის ხმების ყიდვა. ეს მთლიანად შეიძლება რა თქმა უნდა კიდევ უფრო გამოსწორდეს, მაგრამ დაახლოებით ხვდებით როგორ არის მიდგომა პარტიებთან დაკავშირებით, რომ პარტიების ბერკეტები დეცენტრალიზდეს და მოხდეს ფინანსური დამოუკიდებლობა იმ პარტიების ბრენჩების, ანუ პარტიების განყოფილებების, რომლებიც იქნება რომელიმე მხარეში, ან თვითონ აღმოცენდება და ადგილობრივად დაფუძნდება. მე ხლა აქ შევწყვეტ საუბარს და მოგცემ საშუალებას, რომ თქვენი აზრი გამოთქვათ ამის შესახებ, ისევ როგორც შეკითხვები დამისვროთ. გამარჯობა სოსო. სალამი, უკაცრავად გვიან შემოგიერთით. იცი რა არის საინტერესოა. სიმართლე გითხრა მე ცოტა ერთადერთი რაც მაქვს შეკითხვა, რომ თქვათ რამდენად აი ამხელა წესრიგი წარმოადგინე ამხელა, არ ვიცი როგორ გამოვთქვა. ეს რამდენად კონსტიტუციური აი თრიად ეს რეგლამენტირება, რაც იმას ქენი წარმოადგინე, ეს კონსტიტუციური საკითხია? უყურე, ჩვენს კონსტიტუციას რაც ჭირს ერთ-ერთი დაავადება, ეს არის რომ მრავალი საკვანძო საკითხი, რომელიც შემდეგ იოლად შეიძლება შეიცვალოს პარლამენტის ნებით, არის გატანილი კონსტიტუციიდან. როდესაც ხელოვნურ ინტელექტს ჩაუდეთ საქართველოს კონსტიტუცია,
სხვადასხვა მიტაცების პრინციპები, რომ ასე ვთქვათ, მიუსიეთ კონსტიტუციას, პირველივე რაც ამოაგდო ეს არის, რომ ის ძირითადად საყრდენები დემოკრატიის, რაც უნდა იყოს კონსტიტუციაში, არის კანონებში გატანილი. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ იმაზე, აქედან რა არის ცენტრალური და რამე რომ გავიტანოთ, ამ გატანილი ნაწილებიდან რა შეიძლება შემდეგ ჩამოშალოს საკანონმდებლომ ან აღმასრულებელმა, რომელიც იქნება მთელი დანარჩენების ჩამოშლის საფუძველი. ამიტომ აქ წერია მიდგომა და ის ჩარჩო, რომელშიც უნდა ჩავჯდეთ თეორიულად თუ ამას მივიღებთ და არა მაინც და მაინც ის თუ რომელი აქედან ნაწილი უნდა შევიდეს კონსტიტუციაში. ზოგიერთი კონსტიტუცია ძალიან დიდია, ათასობით გვერდია, მაგრამ ზოგი არის ძალიან პატარა. მე არ ვარ მაინც და მაინც იმისის, რომ ძალიან დიდი უნდა იყოს კონსტიტუციას, სქელი წიგნივით, მე მგონი სამხრეთ აფრიკას აქვს ძალიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონსტიტუცია და ამერიკას აქვს სულ თქვათ 10 გვერდიანი, მაგრამ რაღაც ბალანსი უნდა დავიცვათ, რომ ის ნაწილები, რომელიც არის დემოკრატიის გამომყარებელი, უნდა იყოს კონსტიტუციაში. ასევე დგება ის შეკითხვა, რომ თუ თქვათ თითოეულ მხარეს ექნება თავისი კონსტიტუცია, რომელიც შეიძლება ისეთი ფუნდამენტური არ იყოს, როგორც ცენტრალური, ან პირიქით უფრო მეტად ფუნდამენტური იყოს, ვიდრე რომ ცენტრალური, აი ეს საკითხებიც იქნება შემდეგ განსახილველი, რამდენად დიდი ვალდებულებები უნდა დააკისროს ცენტრმა მხარეებს, თუმცა რაღაც ბალანსის დაცვა იქნება აქ საჭირო. მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც დეტალები, რომლის ჩამოშლაც შეიძლება, უნდა იყოს კონსტიტუციაში ჩადებული, ან ჩადებული იყოს, რომ ამას ვერ შეცვლი, აი ამ კანონმდებლობას ვერ შეცვლი და შეცვლისთვის საჭიროა რაღაც უფრო მეტი ბარიერები. ეს მოსაფიქრებელია, მაგრამ მე უფრო უჭერ მხარს, რომ უფრო მეტი რამ იყოს კონსტიტუციაში შესული და დროთა განმავლობაში შემდეგ ხალხმა შეცვალოს ეს, ვიდრე რომ საერთოდ არ დავწეროთ. აი პარტიის დეცენტრალიზაციის ნაწილი თუ წარმოადგენს საკვანძო ნაწილს, რომელიც ჩემი აზრით წარმოადგენს, მაშინ ეს ამ მოდელის მიხედვით უნდა იყოს კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ხარჯების ერთმანეთთან გადასროლა პარტიებს სხვადასხვა მხარეებში უნდა ეკრძალებოდეთ. გისმენთ ათე? ვასილ, სანამ გადავალ, აი რა თქვა, მოკლედ ეს გადაწყვეტა, ეს მოდელი შენთვის რა გამოწვევის თუ გამოწვევების აპასუხად, იმიტომ რომ რაღაცას რო ვიგონებთ ხოლმე, არის იმისთვის, რომ რაღაც პრობლემას ვაგვარებთ. აი რისი განკურნება გვინდა, რა არის გამოწვევა თუ გამოწვევები? გამოწვევა არის ის, რომ ცენტრალიზებულია ბევრი რამ სახელმწიფოში და ერთ-ერთი ცენტრალიზებული ნაწილი, რაც არის სასამართლო და არჩევნებს რო დავანებოთ და საერთოდ დეცენტრალიზაციას და ფინანსებს და პოლიციას და მასწავლებლებს, ერთ-ერთი არის პარტია. პარტია ხშირად წარმოადგენს იმ საკვანძო ნაწილს, რომელიც ამ ავტოკრატიული მიტაცების ხერხს წარმოადგენს და დანარჩენი შეიძლება ეს გართულებული სისტემები, პარლამენტი იქნება თუ აღმასრულებელი, სასამართლო და ასე შემდეგ, არის ფასადი. მაგრამ საერთო ჯამში პარტიის ცენტრალიზაცია შეიძლება აღმოჩნდეს ის ბერკეტი, როდესაც ყველა დანარჩენის მიტაცება ხდება. ეს რომ ჩამოვშალოს, საჭიროა რომ პარტიის იდეოლოგია გადაწყვეტაზე არ მინდა. ანუ გამოწვევა არის შენთვის პარტიის ცენტრალიზაცია და არა ის, რომ პარტიები ვერასახავენ ამომრჩევლის ნებას, ხო? ანუ პრიორიტეტი რო იყოს სამორჩეულის. რომელ გამოწვევას დააყენებდეთ წინ? ეს ორივე პრობლემას ხსნის უყურე, იმიტომ რომ ცენტრალური პარტია უფრო ნაკლებად არის ჩაბმული. კი, მაგრამ დეცენტრალიზებული პარტია შეიძლება ნახე დეცენტრალიზებული პარტია არ პასუხობს იმას, რომ აუცილებლად ის თუნდაც თავისი რეგიონის ნების გამომხატველი იქნება. ეს ჯერ კიდევ ამას არ გულისხმობს. შეიძლება იყოს, რომ სისტემა რო ვახსენე.
ვაუჩერების სისტემაში ვაუჩერ აჰა აქ იყავი როცა დავიწყე ამაზე ახე ანუ მაგალითად ვაუჩერების სისტემაში დღეს მაგალითად თუ სხვა კი მე თავიდანვე ვიყავი კი თავიდანვე ვიყავი ანუ ნახე ვაუჩერების სისტემა თუ მე რო ავიღო დღევანდელის თუ მე სხვა არჩევანი არ მაქვს რომელიღაცას უნდა მივცე იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში დაიკარგება და შეიძლება მივცე ისეთ პარტიას ეს ვაუჩერების სისტემა შეიძლება იყოს ის რომ მე ესე მოგლაპარაკო რომ 10 კაცს ვაძლევ რა იმიტომ რომ ამ ვაუჩერს მე ვერ გამოვიყენებ ვიღაცასთან მივდივარ ის მეუბნება რომ მომეცი ვაუჩერი და მოგცე აქედან რა ვიცი 10% სხვა შემთხვევაში დაგეკარგება და ესეთი კორუფციის პოლიტიკურ ფინანსური კორუფციის კარგი ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ვიც მეც დამიბრუნებს იმას მივცე ამას როგორ გამოურიცხავთ ხო სიტუაციას ის ამის მომტანი არავინ არ გარემოებას ისიც ართულებს რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მიდობა არის ნოლს თაბლა განულებული არის საერთოდ ისეთი სიტუაცია არის კი ბატონო ეხა ისმის კი გვესმის მარიამ ხო ანუ მთავარი ანუ სიტუაციას ართულებს ის ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი ადამიანების ნდობა არის განულებული ანუ ეხლა რომ ჩაინიშნოს რაღაცა ხელახალი არჩევნები და ჩაადაროს ამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რა თქმა უნდა ხალხის ნდობის თემა ფაქტორი არც არავინ არ მიიღებს ამაში მონაწილეობას და შესაბამისად აი ზუსტად ეს უქმნის ეს სხვა საკითხია ქალბატონ მარიამ ეგ არის არჩევნების ადმინისტრირების საკითხია კი ბატონო ხა არის მის დათა ამიტომ ვკითხე ვასილს რა გამოწვევა თქვა ანუ გამოწვევა თუ არის ბაგვინდა ამით ხო ერთია როდესაც თუ მაშინ და თუ პარტიების ცენტრალიზაციას თუ ამოცანა არის მაგალითად ჩემთვის უფრო მეტად პრობლემური არის ის რომ არ გამოხატავენ ეს პარტიები ხალხის ნებას ეს მგონია მე უფრო კრიტიკული საკითხი და ის რომ დეცენტრალიზებული იქნება ეს მაინც არ იძლევა საშუალებას ანუ ამისა რომ ან რომელმა მაშინ ეგ რომ მითხრა ვასილ რომელი მექანიზმი შეინსაზეთ უზრუნველყოფს იმას რომ ხალხის ნების გამოხატვა ხდება იმიტომ რომ ვაუჩერის შემთხვევაში აი ხავ დაგიხაკე უკვე გითხარი ხო თქვა რომელიღაცა ცხეთაში მცხოვრებელი ადამიანი დაფიქრდება რამდენიმე პარტიას დაელაპარაკება და იქიდან პატარა იმას გააკეთებს ტენდერს რომელიც მეტად კაც მისცემს იმას მისცემს ამ ვაუჩერს ეს ვაუჩერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხოხმის მიცემას პირობითად თუ არის 50x-ი ვიღაცა ეუბნება რომ უკან დაგიბრუნებ 10 ლარს 10x ვიღაცა ეთქვის 15 და მეც ეთქვის იმას მისცემს ეს რანაირად გვიცავს იმისგან რომ იმ მოქალაქის ნების გამოხატველი იქნება ეს პარტია ხო იცი თუ თქვა კორუფციას ვეძებთ ამაში სადღაც აუცილებლად მოხდება და რომ მოხდება ეს კარგიც არის იმიტომ რომ თუ ვიპოვეთ კარგად უნდა დაისაჯოს ესეთი მექანიზმი ვერ ვიპოვით ალბათობა იმის რომ ვიპოვოთ არის ძალიან დაბალი რატომ იმიტომ რომ ორივე მხარე არის დაინტერესებული ანუ როდესაც მონაწილეები კორუფციის დაძლევისთვის არის ეს რომ მაშინ არ უნდა მაგალითად როდესაც რაჯობია ის მექანიზმები რაც ახლა გვაქვს როდესაც რომ მიხვალ და არა ვასილ ეგ არ არის პასუხი ეგ არ არის პასუხი არა ეგ არ არის პასუხი ნახე ის რომ რაღაცა როგორც ის რომ თქვა უყურე ეს სისტემა ნახე რომ თქვა რომ რაღაც არსებობს და მუშაობს ხო მე არ ვამბობ რომ ამას რაღაც ისეთი პრობლემები არ შეიძლება შენ არ კონდა ჟამა დამთავრებული არა თებში და სულ ჩართული გაქვს მიკროფონი ხო ვასილ ნახე რას ანუ ეს ანუ ჩემი კითხვა არის ეგეც შემითხარი რომ ეგეც მნიშვნელოვანი გამოწვევაა რომ პარტიები არ ასახავენ იმას რა ქვია ხალხის ნებას ანუ პარტიულ სიაში არ ხვდებიან არადანის ეხლა ჩვენ გვაქვს მოკლედ მარტივად ვთქვა ჩემთვის თავი გამოწვევა არის რომ ხალხს აქვს არადანის უფლება და არაარჩევანის უფლება ანუ პარტიები თვითონ თავისთვის გადაწყვეტენ ვინ იყვნენ სიაში
დაგავარნიაკით, პირდაპირ თუფარული კორუფციით თუ სხვა მოტივებით და ამის შემდეგ შენ იძულებული ხარ მისცე ან A, B ან C პარტიას, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ აქვს. არა. და აი ამას პრობლემა რა არის და როგორ ვაგვარებთ? პრობლემა, ძირითადი პრობლემა. როგორ არის პრობლემა? ამ ყველაფრის პრობლემა რა არის, რომ არ მოხდეს პარტიული კუთხით მიტაცება აღმასრულებელიცაც, მაგრამ ძირითადად უფრო საკანონმდებლოსი, ხო? რომ არ მოხდეს ისე რომ 50%-ზე მეტი ან 60%-ზე მეტი ერთი პარტიიდან შევიდა ხალხი. ეგ სხვანაირად გვარ, ან ეხლა ამ წუთში ჩვენ ხო ვლაპარაკობთ პარტიულ დემოკრატიაზე. არა, ეს იქ მიდის მაინც, იმიტომ რომ არა, მიდის კი, მაგრამ თუ პარტიულ დავშალოთ პარტია, ერთი რომელიღაცა პარტია, ანუ იმისთვის რომ მოვახდინოთ პარტიების დაკონტროლება და არ მოვიდეს რომელიღაცა ერთი პარტია უმრავლესობაში, განსაკუთრებით დიდ უმრავლესობაში პარლამენტში, ხო? აი ეს მექანიზმი არის ერთ-ერთი ამისი გადაწყვეტა, რომ ფინანსური გაყოფა მოხდეს. თვითონ შიგნით ერთ მხარეში რა მოხდება და თუ შიგნით კორუფცია მოხდება, ამ მხარეში ერთნაირად, იმ მხარეში მეორენაირად, სადღაც კიდევ ვიღაცა რაღაცას იყიდის. ისტორიული პრობლემაა, მაგრამ ეს მაინც უფრო ნაკლებად უშლის ხელს იმას, რომ უმრავლესობა გატაცებული იქნეს ერთი ცენტრალური იდეოლოგიური ცენტრიდან. კი ბატონო, ერთი ყველაზე ცნობილი მიტაცების მაგალითი, პირველი და ყველაზე ცნობილი მიტაცების მაგალითი არის ჰიტლერის მიერ ძალაუფლების უზურპაცია, სადაც მან ეს გააკეთა კოალიციურად. ანუ იქ მისი პარტია ვერ აკონტროლებდა უმრავლესობას კი არა და ბევრი აკვდა უმრავლესობამდე. და ამიტომ მან შექმნა კოალიცია. ანუ დემოკრატიის მაგალითები ისტორია გვეუბნება, რომ აუცილებელი არ არის ძალაუფლების ისეთი რანგის უზურპაციისთვისაც კი, როგორც ჰიტლერმა ეს გააკეთა, ერთ პარტიას ჰქონდეს უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში. და მაგის გადაზღვა არის ალბათობებზე საუბარი. სად ის რომ მიტაცება უნდა გააკეთო 20 მხარეში, ისმის აიჭედა ჩემ. სად ის რომ უნდა გააკეთო მიტაცება და ყველა უნდა იყიდო ერთი პარტიიდან ან შენთან ლოიალური პარტიების ხალხი და სად ის რომ თქვა ცენტრალური მოდება გაქვს ყველა ამ პერიფერიულ ბრენჩზე, ხო? აბა ცადე დათა, ჩარტე მიკროფონი გამართული. გისმენთ დათა? მიკროფონი გაქვს დათა გამართული. ხო ნახე, ანუ იმის თქმა მინდოდა რომ მიტაცება არ გულისხმობს ერთი პარტიის მიერ კოალიციურად შეიძლება იყოს მიტაცება და გერმანიის შემთხვევაში ეს პარტიები მაინც და მაინც არ იყვნენ იდეოლოგიური მოკავშირეები. სპონტანური სიტუაციური მოკავშირეობა შეიქმნა ცენტრისტულ პარტიებსა და ნაცისტურ პარტიას შორის, სოციალისტების წინააღმდეგ. სიტუაციური იყო რა, იქ სრულიად ერთჯერადი იყო და სიტუაციური, მაგრამ ეს მოხდა. ანუ ეს სხვა ამოცანა არის, ამისთვის არის სწორედ ორი პალატა და ასე შემდეგ. იქ სხვა როგორ არ მოხდეს არჩევნების შემდეგ რომელიღაცა ძალის მიერ ძალაუფლების კონსოლიდირება და ეს ძალაუფლება საკმარისი არ იყოს ქვეყნის სხვა ინსტიტუციებზე კონტროლის დასამყარებლად, არის სხვა ამოცანა. ეხლა ხო ჩვენ ვლაპარაკობთ პარტიულ დემოკრატიაზე რა, მოდი გავმიჯნოთ ეს ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ მოდი ჯერ ვთქვათ რა არის ამ შემთხვევაში, აი სუბსისტემაში რა, ამ საბსისტემაში რა გვაქვს, ხო, ანუ პარტია როგორც დიდი სისტემის, დემოკრატიული სისტემის ნაწილი და იქ მთავარი გამოწვევა რაც დღეს საქართველოში არის, შეიძლება მე შეიძლება, მაგრამ ჩემთვის მთავარი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ პარტიები ჩემ ხმა ისმის? კი. თუ ისე გაიჭედა. გასმენთ.
ანუ ჩემთვის თავარი გამოწვევა ის, რომ პარტიები მოქალაქეებს მოკლედ გამეორდები აქვთ არადანის უფლება და არ არჩევანის და ვინ იქნება სიაში ამას წყვეტს არა ამომრჩეველი, არამედ წყვეტს რაღაცა დაგავარნიაკით მოკლედ კულუარულად რომელიღაცა პარტიის ლიდერი ან ლიდერები. და შესაბამისად ისინი მათ წინაშე არიან ხოლმე იმ სიაში მოხვედრილები ანგარიშვალდებულები, იმიტომ რომ ლოიალობის მიხედვით ჩასვეს და ეს ლოიალობა თუ არ შეინარჩუნეს, შიგარჩენებში აღარ ჩასვავენ. ეს იციან. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა და ესეთი რამდენიმე ლოიალისტი მთავარი პრობლემა დათა. აი მაგაში ვერ თანხმდებით. ეგ არის პრობლემა, მაგრამ ამ აბა მთავარი პრობლემა რა არის? თავარი პრობლემა, რასაც ეს მექანიზმი ხსნის, ის არის, რომ პარტიებს არ ქონდეთ iron grip, ანუ დიდი ზეგავლენა არ ქონდეს სხვადასხვა თავის წარმომადგენლობაზე მხარეებში. ანუ ეგ ძალიან მარტივად გვარდება. არ უნდა იყოს ფინანსებზე დამოკიდებული და ძირითადი გადაწყვეტის რა პრობლემასაც გადაწყვეტს ეს იქნება ის, რომ პარტიის მიტაცება ცენტრში ვერ მოხდება ფინანსური ბერკეტი. იდეოლოგიურით მოხდეს, არ არის პრობლემა, მაგრამ ანუ ეს მთლიანად ვერ დაარღვევს პარტიულ ჰიერარქიას, მაგრამ გამოაცლის ამ ფინანსური ნაწილის ბერკეტს, იმიტომ რომ არ მოხდეს სრული მიტაცება ხმების უმრავლესობით საკანონმდებლო ფრთის. და სიკეთეები რაც შენახსენე, ეს ამასაც მოყვება, ამასთან ერთად არის შეჭიდული. რანაირად მოყვება? როგორ არ მოყვება, იმიტომ რომ ანუ მე ვარ ადგილობრივი. წარმომადგენლობას უფრო ზრდის, იმიტომ რომ ზევიდან ქვევით არ ხდება ამ კანდიდატების დანიშვნა. ნუ პრაიმერი ჩაატარე და მოგვარდება პრობლემა. ეგ სხვა მოდელია, გასაგებია, რასაც ამბობ. ანუ ნახე, წარმომადგენლობა როგორ არის? ნახე, მე ვარ მაგალითად პატარა ოლიგარქი. ჩემ პატარა რაიონში, ხარეში, ხო ვთქვათ, თუ მხარეზე მივდივართ, რომელიც საკმაოდ დიდია. ვარ პატარა ოლიგარქი, მაქვს შესაბამისად გავლენები, შემიძლია ვიღაცების სიაში ჩავსვა და ვიღაცების ცოლები დავასაქმო ჩემთან. ესე შექმნა მათი ლოიალობა, იმიტომ რომ თუ ისინი ლოიალურები არ იქნებიან მათ ცოლებს გაუშვებს სახლიდან და მათ სამსახურიდან და მათ შვილებს. შესაბამისად პავს მეს ლოიალისტები, ესენი შევიყვანეს სიაში, მე შევიყვანეს სიაში, კი ბატონო, აი ყველა ეს მექანიზმი რომელიც შენ გქონდა, ეს გავაკეთეთ და საბოლოო ჯამში მე ამ ჩემი მებს მხარეში ვტარდება არჩევნები, სადაც მხოლოდ ეს მხარე წვითავს მოკლედ და სხვასთან კავშირში არ არის, პრინციპში შემიძლია ამ ლოიალისტების წარდგენა როგორც ადგილობრივ არჩევნებში და ადგილობრივ მმართველობით ორგანოებში, ასევე ცენტრალურ ორგანოში. ანუ ფაქტიურად მე კონტროლს ვამყარებ როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ორგანოებზე. ხო? დათან, აი ამას რაც უნდა წარმოიდგინო, ყველა მოდელში ექნება ეგ პრობლემა, უბრალოდ ამისი დოზის შემცირება შეიძლება ან გაზრდა, ნებისმიერ შემთხვევაში ზევიდან თბილისიდან რო იტყვიან, რომ კანდიდატი უნდა იყოს SSS, ეს ვერ იქნება ეგრე პრაიმერში ესე ვერ იქნება, მაგაში ესაკუთრებია, ვიდრე რომ ვიღაცა ადგილობრივმა აი პრაიმერში როგორ არის? აი მაგას გეუბნები, ჩვენ ხა უნდა ვილაპარაკოთ, ამოვიდეთ პრობლემა, რაც არის ამ პრობლემის და მე ამ პრობლემით შევამოწმოთ მექანიზმები. აი მაგალითად პრაიმერში ვინც არ უნდა მითხრას თბილისიდან თუ პრაიმერში ვერ გაიმარჯვა რა აზრი აქვს იმან ვინც არ უნდა მითხრას ხო და მოგვაწოდა ეგ მოდელი აი როგორი ზუსტად უნდა დაფინანსების ნაწილი განსაკუთრებით და გავარჩიოთ როგორი პრაიმერები უნდა იყოს რა უნდა იყოს მაგასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და აი მეორე ისაც ქონდა აქ ეგეთი ის იყო ორფერ ფართა პალატის არჩევნებში კანდიდატთა რაოდენობა იზღუდება 5-ით ეს ასნიშნავს ეგ რას გულისხმობდი ესე იგი აქ ხო არის მხარეთა პალატა და არის ხალხთა პალატა. ხალხთა პალატა არის პროპორციულად პოპულაციის მიხედვით და მხარეთა პალატა არის როგორც სენატი. სენატი ყოველ მეორე წელს, ყოველ კენტ წელს ერთი წარმომადგენელი მიდის რომელიღაცა მხარიდან.
ერთ წარმომადგენელი რომ უნდა აერჩიო, რამდენი კაციდან უნდა აერჩიო, 5 კაციდან უნდა აერჩიო, ამის შეზღუდვაა და ვისაც მეტი ვაუჩერები აქვს მიღებული, ის ტოპ 5 მოხდება იმ ასარჩევ სიაში. აი ეს არის უბრალოდ აქ მითქვა, რომ ეხლა ნახე 50. შენ ის გაქვს რა ქვია, ყოველ რა პერიოდულობით ხდება ამ პირობითად 5 კაცი არის რაღაცა X მხარიდან, ხო, წარმოდგენილი სენატში. სენატში არა. სენატში ყოველთვის 3-ია. ამ მოდელში. ოკეი. და ყოველ წელს ახალი 1/13 იცვლება, ხო ესია, ეს 3. ყოველ 2 წელიწადში, ანუ 6 წლიანი მანდატი აქვს. ოკეი. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იცვლება 3-დან 1/13, ხო ესია. ანუ ფაქტიურად მაჟორიტარული არჩევნებია. რაც შეეხება სენატს, დიახ. მაჟორიტარული არჩევნები და პლუს გამოდის, რომ ყოველთვის ანუ სამივე დიდი ალბათობით იქნება ვინც იქ ძლიერია. ხო ესია. ვინც ხალხისგან მეტ ვაუჩერს მიიღებს, კი ბატონო. ვინც ყველაზე ძლიერია, იმიტომ რომ ნახე მაგას ვერ გავექცევით და ნებისმიერ სისტემაში იქნება ეგ პრობლემა. ნახე, როდესაც ერთად ვირჩევ 3 კაცს, ალბათობა იმის, რომ ამ 3 კაცში იყოს ოპოზიციაც, ანუ არა ერთი პარტიისგან არის მაღალი. და როდესაც ერთს ვირჩევ, მაგრამ ორივე კურდღელს ვერ მოკლა მაგით, იმიტომ რომ ორ კურდღელი რატომ მოკლა, რომელი მეორე კურდღელი რა არის, იმიტომ რომ ერთად არჩევა, ერთად შეცვლა, ხო, ჩვენ ამაზე ადრეც ვისაუბრეთ, არის პრობლემური, იმიტომ რომ თუ შეცვლი სამივეს, ან თქვა შეცვლი, თქვა სენატსაც და ხალხთა პალატის წარმომადგენლებსაც ერთად, ხო, ამ პრეზიდენტს. არა, მაგას არ ვცვლით, ეხლა თქვით, ანუ ჩემ მოდელში ხო მარტივად არის. მაშინ განგრძობათობა ირღვევა. რატო ირღვევა? თუ სენატი შეგეცვალა ერთ დღეს თვლიანად, ხო? ეს არის აი განგრძობადობის შეცვლის რისკი. იმიტომ რომ შეხედე მარტივად არის, შეგიძლია აიღო. ხდება ამერიკაში რომ იცვლება რაღაცა პერიოდულობით კი, ოღონდ პერიოდულობით იცვლება ნახევარი ყოველთვის და ჩვენ თუ მთლიანად შევცვალეთ ეს შეცვლი მთლიანად შეცვალე როგორც ამერიკაში კლასები გააკეთე, ანუ მაგალითად გაქვს 2 როგორც ამერიკაშია, პირობითად ეს ხალხთა პალატა, მერე გაქვს 3 წელიწადში კონდეს იმის არჩევა, რა ქვია, სენატის არჩევა, ოღონდ იყოს სენატი მთლიანად კი არ აირჩიეს, აირჩიეს თქვათ 1/13 თქვათ კანტონების თუ მხარეების 1/13-ში ჩატარდეს არჩევნები, 3-ვე თუ 4-ვე თუ 2-ვე ადგილზე რამდენიც იქნება და მეორე შემდეგ ჯერზე კიდე მეორე მესამეში და ასე შემდეგ და მისაღებია. ეგ აბსოლუტურად მისაღებია, ნორმალურად. უბრალოდ თუ ვაკეთებთ ესე ყოველ იმაზე, მაშინ რისკია, რომ ყოველთვის დომინანტი პარტია, რომელიცაც შეიძლება მცირე უმრავლესობა აქვს მეორესთან შედარებით, ის აუცილებლად გაიმარჯვებს. მოკლედ, ეგ იგი შეიძლება. ეს უბრალოდ აქ ცდილობა იყო იმის, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ერთმანეთს არ დაემთხვას. და ეხლა რეკლამის აკრძალვა. აი, ამაზე შევთანხმდით, მოკლედ, რომ ჯობია, რომ იმ ერთეულში მაჟორიტარული არჩევნები ერთდროულად იყოს, რომ იქ არსებულ ოპოზიციასაც გქონდეს რაიმე შანსი. პრინციპულად ბევრს ანუ ბევრ დარღვევას არ გააკეთებს რა და ბენეფიტიც ექნება და ვხედავ მაგას გეთანხმები. მერე პრობლემა არის სამი მედია კომპანიის არჩევის პრობლემა. საქართველოს ბაზარი, აი რუსთავი 2-იც კი რო პიკზე იყო, ანუ მოკლედ თვითდაფინანსებული რო იყო საქართველოს მედია კომპანია, იმაში ჭირდება რეალურად ერთი მედია კომპანიის ადგილი არა, ქართული ბაზარი არის ძალიან პატარა. რუსთავი 2 იყო ერთი მომენტი თვითდაფინანსებაზე, მაგრამ იმის წყალობით, რომ ყველა რეკლამაზე მიდიოდა მასთან მიშას დროს, მოკლედ ბოლოში, დანარჩენები ყველანი იყვნენ დოტაციურები. ანუ რეალურად არის ერთი კომპანიის ის. რეალურად ჩვენ რო 3 მედია საშუალება არჩევა ნიშნავს იმას, რომ პრინციპში ყველა მედია საშუალებას უშვებ რა, იმიტომ რომ რეალურად ერთი გაქვს რა, ერთი მედიის საშუალება შეიძლება გაკაჩოს, ერთი მედია კომპანია შეიძლება გაკაჩოს.
და არჩევაც თავის მხრივ კიდე როგორ წარმოგიდგენია, როგორ ანუ არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ რა. აი ესეთი სიტუაცია, რომ მაგალითად წელს უსმენდი ამ კომპანიას იმასაც და ვთვლი, რომ კომპანია A უფრო კარგად და უფრო ჯანსაღად აშუქებს პოლიტიკას სიტუაცია, ხო? და ხმას ვაძლევ არჩევნები ტარდება? არჩევნები ტარდება და ვაძლევ, რომ მე მინდა რომ ამ კომპანიას გადაეცეს დაფინანსება იმისთვის, რომ გააგრძელოს მან ამ იმის გაშუქება. აი მაგალითად შეიძლება ვიფიქრო, რომ აი CNN-ი ან MSNBC მინდა და თქვა Fox-ი არ მინდა, ან BBC მინდა და კიდე სხვა რაღაცა არ მინდა და მაგრამ ახალი თაობის ნახე როგორ რაღაცაა და გდალავ იმას აქვე ნახე ახალი თაობა უბრალოდ იმას დაფინანსება. არა, ტელევიზია და ინტერნეტი თქონდა პარალელურად ხე მეორე კითხვაზე დავაისხნა. რეკლამის აკრძალო ტელევიზიით და ინტერნეტითო, ხო და ისე პირველს იმას ვიზავ. ანუ ვინც ტელევიზიებით არა და ინტერნეტშია. აი მე მაგალითად ტელევიზიებს საერთოდ არ უყურებ 2008 წლიდან. და ესთან ახალი თაობა საერთოდ კიდევ უფრო მეტად არ უყურებს და ანუ ფაქტიურად ნიშნავს რომ ისეთი არხის და მით უფრო თუ ინტერნეტში აიგზავნება ისეთი არხი შემოდის რომელიც უფრო და უფრო მოკლედ ნაკლებად მოთხოვნადია ხა როგორც აი გაზეთს არავინ კითხულობს ხო ჩვენ თაობაში საქართველოში გაზეთს არავინ კითხულობს პრინციპში და უფრო ტელევიზია იყო, ეხა იგივე ემართება ტელევიზიას, ინტერნეტი ანაცვლებს. და ამ შემთხვევაში და თან ნახე როგორი თემა არის, რომ იქ რაღაც ბლოგერთა რო დაუჯდე, რომელიც პოპულარულია, პოლიტიკოსი რო დაჯდეს, ამას უგრძალავთ, იქ რო რაღაცა თავისი კამპანია აწარმოოს, ირიბად ან პირდაპირ. გადაიხდის უგრძალავთ. მაგრამ ნუ ფულს არ უხდი დაუჯდა და სამაგიეროდ არ ვიცი რაღაცნაირად ირიბი სარგებელი შეიძლება მაინც მიიღოს თუნდაც იმით რომ მაგალითად არ ვიცი იდეოლოგიურად თანამოაზრია ან მაგალითად ამით იმას შემოწირულობები აქვს პირდაპირ არა მაგრამ ირიბად მიიღო კრიპტოში სადიო ხე იმ ბლოგერს ყოველთვის დარჩება data პრობლემა, უბრალოდ ეს ხო და მათ გამოსავალი არის ის მექანიზმი. გამოსავალი აბსოლუტური ვერ იქნება. არა, არის, ეგეთი გამოსავალი აქვს ხოლმე. რა მაგალითად არჩევნების დღეს იმის რა ქვია, პროპაგანდის წარმოება ბევრ ქვეყანაში არის აკრძალული. მაგრამ რადგან საქართველოში ამის უზრუნველყოფა ვერ ხდებოდა და მთავრობა სათავისოდ იყენებდა ხოლმე აკრძალვა გამოსდოდა მარტო ოპოზიციას. ამიტომ ეს მაკრძალვა მოხსნეს რომ გათანაბრებულიყო, იმიტომ რომ თანაბრად მდგომარეობაში ვერაფრით ვერ ჩააყენეს ვერც ერთ ხელისუფლება რა და ამიტომ მის შესაძლოსაც გაუქმდა ეს, იმიტომ რომ თქვეს რომ ოკეი რა, ჩვენ მაინც ვიყენებ და თქვენც გამოიყენეთ. ერთადერთი აკრძალვა არის საარჩევნო უბანში შიგნით არ უნდა ჩაატაროს და რაღაც რადიუსი არის მოკლედ იმის უბნიდან, თორე იმ დღეს შეიძლება იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იმეშვები და ანუ გამოსავალი არის ხოლმე რომ თუ რაღაცა ნორმა არ მუშაობს, ან მისი აღსრულება თითქმის შეუძლებელია. იმ ნორმას უბრალოდ მკვდარჩვებილი ნორმასაც ეძახიან იურისტები, იმ ნორმას აუქმებ რა და რაღაც ეგეთი შეიძლება გამოგვივიდეს თუ რეკლამას გძალავთ ინტერნეტით, ვიღაცა გამოიყენებს და ვიღაცა ვერა და ეს მე შეიძლება იყოს ხელისუფლებისთვის, ანუ ვისაც მეტი ძალა აქვს, იმის ხელში ინსტრუმენტი რომ გამოიყენოს ეს რეკლამად, აი მაგალითად არის ხოლმე გიგი გულავას რომელიღაცა წელს ქონდა, გზები რო იყო გადაკეტილი, იქაც სურათი იყო მისი და ამბობდა რომ ბოდის გიხდით გზის გადაკეტისთვისო რა. ანუ რომ გამოჩენილიყო ხო თითქოს ანუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება არა პირდაპირ, არამედ სადღაც ჩავიდა რაღაცა გახსნა. რაც სრულიად ლეგიტიმური ქმედებაა, ხო? ანუ ამას ვერ აუგზალავ. ან რაღაც ღონისძიებას დაესწრო, რომელიც მისი ვალდებულება ამერიც რო თქვა არჩეული სანამ არჩეულია ხო აი ამ გამოვარო აბსოლუტური ვერ იქნება ეს აკრძალვა უბრალოდ თუ თქვა ერთმა პარტიამ გააკეთა ესეთი ქმედება მეორე შეიძლება რომ მას უჩივლოს იმიტომ რომ ეს არის აკრძალული და ეს იქნება ხო და ვერ უჩივლებს რომ აი ნახე რა უჩივლოს ნახე რომელიღაცა ბლოგერმა მიიწვია ანუ არ მივიდეს არა, მან უნდა მივიდეს, მაგრამ ფასი არ უნდა გადაიხადოს ამაში. არა, იმან თვითონაც ფული არ გადაუხადა ამაში.
მაგრამ მაშინ მივიდეს იმ ბლოგერს აქვს რა თქმა უნდა crowdfunding-ი აქვს. მისაღებია. ხო და crowdfunding-ი აქვს. გესმის პრობლემა რა არის? crowdfunding-ია. ოკეი, მოკლედ, აი ბატონო. ეგეთ არ არის, წინა საარჩევნო პერიოდში არ შეუძლია თორე სხვა დროს შეუძლია. უბრალოდ ის ფინანსები, რასაც ხო და მიიღებს, წინასა იმას crowdfunding-ი აქვს და ვიღაცამ ესამე მხარემ ამ ვაუჩერით მოკლედ მე ვიღაცამ ესამე მხარემ დააფინანსა რა და ვერ გავიგებთ, მაგრამ ნუ ოკეი. კაი, მოკლედ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის, ხო გეუბნები არის ის რომ ამომრჩეველს უწევს უკვე შეთანხმებული სადღაც გაწერილი სიებზე არადანის გაკეთება რა და თვითონ არ არის ამ პროცესიდან არის გარიყული. ანუ ის უკვე ფაქტიურად ესეთი სტატისტია რა მოკლედ ანუ პასიური ტიპია. აი ეგ გონია მე. არა, უყურე, აი როგორ არის. ესე იგი, რეალობა დღეს რა არის, რომ პარტია შექმნის რაღაც იდეოლოგიას და შემდეგ ამას აჭმევს ხალხს. ხალხს არ ეკითხება, რომ რა უნდა ხალხს. ეს არის ჩვეულებრივი, რაც ხდება დღეს. სამწუხაროდ, ესე არ უნდა იყოს, რაღაც ცვლილებები არის და ფიქრობენ ახლა ხო არ შევცვალოთ, ხალხს არ მოусმენთ და ასე შემდეგ ძალიან კარგი. მაგრამ ამ მოდელში ესეთი რაღაცა რომ პარტიებს აქვთ საშუალება რომ მოიპოვონ რაღაც დაფინანსება, უბრალოდ ჭირდებათ მათ უნდა დაარწმუნონ და მივიდნენ ხალხთან და გაცვლა გააკეთონ. ეს გაცვლა რაში მდგომარეობს? ხალხი ეუბნება რომ ჩვენ გვინდა A B C D და ჩვენ გვაქვს რაღაცა რაც ჩვენ გინდა და გავცვალოთ ეს. ეს იქნება დაფინანსების საშუალება. შესაბამისად, ის პარტიები, რომლებიც რომ მოახერხებენ ხალხის გულის მოგერიებას და იმ გეგმების შესრულებას, რასაც ისინი დაპირდებიან, ხო? ეს იქნება სწორედ იმის ბერკეტი, რომ არა მხოლოდ იმ არჩევნებზე, არამედ იმის შემდეგ არჩევნებზე და ასე შემდეგ მოიპოვონ ნდობა. და ამაზე ამორჩეველთან ვერ მიიყვან, რომ ამორჩეველს დაელაპარაკოს და მისი სურვილები გამოკითხოს. რატომ ამორჩეველს კი მარტო გამოკითხოს კი არა. ამორჩეველს ქონდა საშუალება სიაში ვინ იყოს, ის გადაწყვიტოს. წყვეტავს ხო და ფიქასია. რანაირად წყვეტავს? სიას როგორც უნდა. რანაირად წყვეტავს მაგას კითხულობ. ხო და ხო არის სიები იქ ჩამოწერილი? ხო? ეგ არის, როცა უკვე სია შეიქმნა, ნახე. როცა სია შეიქმნა, მე ამ არსებულ სიებში მეცვლებები კი არ შემოქვს. ანუ მე მენიუში რამის ვინმეს დამატება არ შემილია. ეს მენიუ უკვე მოცემულია. მე უბრალოდ მომიწევს ავირჩიო სალაფლაოსა და ცუცა და უარეს შორის. მაგრამ ის რომ მე ამ სიაში პრესიაში სანამ ის ოფიციალურ არჩევნებზე გამოვა, ვინმე ჩავსვა, შენ მოდელში არ არის, ეს მექანიზმი არ არის. ეგ არის პრობლემა. რომ მე უკვე არადანი ხო ეგ არის რომ ვიღაცა მაირჩია და რაც დარჩა რა შემოთავაზება გაქვს და თუ რამე კარგი მექანიზმია პრაიმერია თქო არა მაგის მარტივი ის არის პრაიმერი ანუ სანამ ოფიციალურად შედის ვისაც უნდა მიიღებს მონაწილეობას პრაიმერში როგორც ამერიკულ მოდელში არ ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს უნდა ხო მაინც ვისაც უნდა რეგისტრირდება შესაბამისად ამ სიებში რასაც მე ვსაუბრობ ხო მე თუ მინდა მაგალითად ან შენ ან ვისაც უნდა ხო რომ მიიღოს რაღაც მონაწილეობა არჩევნებში შეუძლია თავისუფლად თავისი პარტია შექმნას ადგილობრივ დონეზე არ არის პრობლემა და განახორციელოს ცენტრალური არ არის ეს პარტიული სისტემა ან შეუერთდეს რომელიღაც პარტიას და მოიპოვოს თუ იდეოლოგიურად ემთხვევა და მოიპოვოს ვაუჩერების ის ანუ სურვილზეა ყოველთვის ისე არ არის და ვაუჩერების შემთხვევაში მაგას გეუბნები ვაუჩერების შემთხვევაში პირდაპირ გეუბნები იქნება კორუფცია ანუ კარგად ჟღერს პრობლემაზე მივადეთ ახლა ჯერ ამბობდი რომ ხალხის არჩევნის პრობლემა არა ეგ არ არის არჩევანი მაგას გეუბნები მან არჩევანი რა არის რომ არაფერი კონკრეტულად მივედი და მივეცი ხმა ამის სანაცვლოდ მე ვერაფერს ვერ მივიღებ ანუ მივეცი ხმა და სია დავაფორმირე და ამ სიაში წინ ხდება ეს ჯგუფები რომელსაც მეტი ხმა აქვს თქვა რაღაც X პარტია და ვართ რაღაც ფრაქციებში ამ X პარტიაში ვინ იქნება წინ და ვის რა პროპორცია ექნება დამოკიდებულია იმაზე თუ პრაიმერში რამდენი ხალხი მოიყვანა და აი ესე უკვე აი ამ ფაზაში სიის ფორმირების ფაზაშივე ხალხი არის აქტიურად
ჩართული პრობლემა ეს არის. ანუ მე რეგიონი მithქვამს და ამის პასუხად, ანუ ეს პირველი რაც არის ჩართულობა ყველა ფაზაში. ანუ უკვე როდესაც პირებია კი არა ვთქვი სტრაუსანში რო არო ნადათბირები იყო და მე ამას რეაგირების მეტი არაფერი ქონდა. ანუ პროაქტიულად არის ჩართული სიის ფორმირებაშიც. ეს არის ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ხო, გასაგებია რაც თქვი, პრაიმერების პრობლემა მე რაც მიმაჩნია, სერიოზული პრობლემა. ეს არის ხალხის მონაწილეობის არ ქონა. ანუ არ მონაწილეობს ამ პრაიმერებში ხალხი. აქაც ესია. ძალიან მონაწილეობს, ანუ ვისაც უნდა მონაწილეობს და ვისაც არ უნდა არ მონაწილეობს. აი პროცენტულად რო ავიღოთ პოპულაციის რა ნაწილი მონაწილეობს ძალიან ცოტაა. მოდი სხვანაირად ვთქვა, ვასილ, ანუ შენ ხო შეგიძლია მონაწილეობის მიღება? რა თქმა უნდა შემიძლია და ანუ მექანიზმი არ გიგზავნოს, ხო ესეა? არ მიგზავნოს, მაგრამ პრობლემა გაძლევს საშუალებას შენ აქაც კი არც ერთი პარტია არ არის ესეთი რომ დემოკრატია იძულება ხო ვერ იქნება, ნახე. სისტემა არ გიგზავნოს მოახდინო კანდიდატის ნომინაციაში მონაწილეობის მიღება. საქართველოში სისტემა არ გაძლევს ამის საშუალებას. უბრალოდ არ გაძლევს ამის, არ არსებობს არანაირი ლეგალური მექანიზმები, სადაც ამის საშუალება გექნება. რომ ნომინაციის პროცესში იყო ჩართული. ეს ხო ორი განსხვავებული ის არის. ერთგან მაქვს საშუალება, მაგრამ მეზარებად არ მონაწილეობ, მეორეგან არ მეძლევა ამის საშუალება. ეს გადასარევად გეძლევა, შენ პირდაპირ აძლევ იმას დაფინანსებას შენი ხმით. დაფინანსებას რო ვაძლევ, მაგას გეუბნები, ნახე, რომელიც მე ჩემგან კი არ გამომიმუშავებია, არამედ ბიუჯეტიდან მივიღე და თან ვიცი რომ ეს თანხა ამას მე ვერ გავაქეშებ. აი ჩემ მოდელში მოკლედ სუსუ თავიდან ადრე მოგიყევი კიდევ. მე მქონდა საშუალება არჩევნების დროს არის მარტო. მე ეს 50 ლარი რომ აქვს, ხო? შემიძლია არჩევნებში მივიდე და ხმა მივცე და შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრების ბიუჯეტში გადავა ეს. ან მეორე ვარიანტია, მე ავდგე და ეს ფული გავაქეშო. ამ შემთხვევაში მოსყიდვა ძალიან გაძვირდება. მაგრამ ეს არის არჩევნების დღეს, ეს სხვა რამეს აგვარებს, რომ მოსყიდვა გაუძვიროთ პარტიებს. ანუ რო გეუბნები 50 ლარს მოგცემო, შენ ეუბნები რომ რა თქმა შენ 50 ლარი ისედაც მაქვს. შენ უნდა მომცე 60 ლარი უნდა მომცე რა 10 ლარი მაინც მეტი, ხო? ეს სხვა ამოცანისთვის არის. მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა მე ეს ვერ ვაქეშებ, ამ შემთხვევაში როგორ უნდა გაიწყება ფიქრი, როგორ გავაქეშო. და ვიღაცა მოდის და მეუბნება რომ მომეცი მე და დაგიბრუნებ კეშბექს მოგცემ, თქვათ, ხო მაინც კარგავ, არა, მოგცემ 10 ლარს ამ 50-დან. ანუ გაქეშება რომ შეეძლოს, მაშინ პრობლემა არ არის. ოღონდ გასაგებია შენი პოზიცია და მარინეს ახელი აწეული, მანამდე გიპასუხებ ძალიან მოკლედ. თუ კანონმდებლობაში წერია ასეთი რამ, რომ შენ შემოგთავაზეს ასეთი რამ, რომ მე გავაქეშებ ამას, შენთვის და უკან რაღაცა ატკაც, ასე ვთქვათ, ჭყალებში მოგცემ უკან. ეს შეიძლება იყოს პირიქით კარგი ამორჩეველისთვის, იმიტომ რომ თუ მან ამხილა შემდეგ კორუფციაში პარტია ძალიან დაისჯება. იმაში, რომ მას დაუბრუნეს, ვთქვათ, 25 დოლარი უკან, ლარი უკან თუ რაღაც, ხო? ანუ კორუფციის მხილება უნდა იყოს დაჯილდოვებადი. ეს მექანიზმი შეიძლება აქ წერია უკვე ამ იმაში, ამ მოდელში ესეთი რამ. ვასილ, ერთხელ რომ ჩამიშვებენ, იმ ტიპმა იცის რომ მე შემდეგ გარჩევნებზე ვერ იმას იზავს რა, ანუ დაკარგულიებს. ანუ არ ნდობა დაკარგული და მასთან უკვე მოლაპარაკებაზე არავინ შევა. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვებთან არ შევლენ. და კიდე მოკლედ ნუ ამაზე იფიქრე და მეორე რაც ღია სიებს შეეხება. ღია სიები ხელს უწყობს პოპულიზმს კიდე ერთხელ, რადგან ახალ წევრებზე არა პოპულიზმს უწყობს, როგორ არის ჯგუფური ისა. ანუ სია იმის არის, ნახე, პრაიმერში მე ჯგუფს მივეცი, ხმა ვინც მინდოდა ხალხს ეძლევა საშუალება და მე იმიტომ ჯგუფურია რა, ანუ პოლიტიკა არის ჯგუფური თემა. აგერ არის მარინას გასაგებია. დაკავშირებით ხო. ანუ ეს არის პოპულარული, თუ ჩვენ გვინდა ისე პოპულიზმის ხელშეწყობა, აი ღიასიები რატომ მინდა. და როგორ მივიპრო ყურადღება ამომრჩევლის, თუ არ ვიქნები ესეთი ეპატაჟური რაღაც ტიპი. აი როგორ მივიპრო ვარ ესეთი რაციონალური ტიპი, რაღაც მსჯელობ და აი როგორ შეიძლება მიიპრო ყურადღება.
მე მირჩევნია ძალიან ბოდიში მარინე, უცბად უპასუხებ. მე მირჩევნია მყავდეს რამოდენიმე ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ამბიციები და თავისი bombastic personality, რომელიც რომ ვალდებული იქნება რომ სიები წარმოადგინოს, სიები თავისი გეგმები წარმოადგინოს და ჩემთან კონდეს უშუალოდ კომუნიკაცია და მე მისი დავიჯერო, ვიდრე რომ ერთი ადამიანი იყოს იქ, რომელსაც აქვს ცოდნა ეს ყველაფერი და ყავს ბევრი ლოიალისტი ამ სიაში ჩაწერილი. ამ ლოიალისტების არჩევას მე მირჩევნია, რომ პოპულისტები ავირჩიო, რომლებიც ერთმანეთში შემდეგ გაერკვევიან. როგორ გაერკვევიან, ვასილ, ანუ მე რომ დაპირება რომ მოგეცი ჩემ ჯგუფთან ერთად, ჩემ გუნდთან ერთად. როგორ შეიძლება მე შევასრულო დაპირება ლოიალისტები, მაგაზეა პრობლემა. შენ არ არის ლოიალისტები, ეს არ ნიშნავს ლოიალისტები. შენ უყურებ კარგ ვარიანტს, უნდა ვისაუბროთ. არა, კარგს არა, ცუდი ვარიანტი რა არის ჯერ. ცუდი ვარიანტია რომ პოპულისტები გაავსებ. დანარჩენი ის, აი პირველი 3-4 ადამიანის შემდეგ ეს არიან ლოიალისტები და უბრალოდ პრაიმერში ლოიალისტები როგორ იქნებიან ამიხსენი. მაგას საზღვარს პრაიმერში ლოიალისტები როგორ იქნებიან. ხო და მოიტანე ზუსტად როგორ შეიძლება ეს სისტემა გავმართო პრაიმერის მიხედვით რომ მათ დაიმსახურონ ადამიანის დობა რომელიც არის მე-5 მე-6 ადამიანი და გავარჩიოთ. მარინე, ოდიშით, გაგვიცალ. ხო, მოგესალმებით და დიდი მადლობა ვასილ მოხსენებისთვის. ეხლა მე ნიუანსებში ვერანაირად ვერ გამოყვებით, იმიტომ რომ არა მაქვს სათანადო ექსპერტიზა, მაგრამ ისე ძალიან საინტერესოა ზოგადად და აი სამი ისეთი უფრო ზოგადი ხასიათის შეკითხვა მაქვს. ერთი რომ ესე იგი, როდესაც ამაზე ამ ახალ იდეალურ საარჩევნო ან სასურველ საარჩევნო სისტემაზე ხო ლაპარაკი, ეს ხო თავისთავად ითვალისწინებს პირველ რიგში იმას, რომ დეცენტრალიზაცია მოხდეს, ხო, ხა ის მოდელი, რომელსაც თქვენ განიხილავთ, თავისთავად გულისხმობს, ანუ სხვაგვარ ხელისუფლებას, დეცენტრალიზებულს, დეკონცენტრირებულს და ასე შემდეგ და ამაზეც არის ხო ალბათ ცალკე ეს ნამუშევარი, ანუ ამაზეც გიფიქრიათ ალბათ და ამის საფუძველზე ეს ყველაფერი გაკეთებული, ხო? ამაში მახსოვს დავესწარი კიდეც ერთ-ერთ სხდომას, როცა ეს საკითხი განიხილებოდა დეცენტრალიზების და ეს ერთი, ну, სავარაუდოდ ეს ასეც არის. მეორე ეს იყო აი იმ ჯგუფის მუშაობასთან, ქაბატონ ლილირო ხელმძღვანელობდა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც რა თქმა უნდა მოკლევადიანი იყო, ეს ვიცი რა, ხერხემლოვანი პერსპექტივია და უფრო იდეალური სქემაა, მაგრამ მან შესაბამისობაშია, ხო, ანუ ის მოკლევადიანიც გარკვეულწილად შესაბამისობაშია ამ გრძელვადიან ხედვასთან ალბათ. ну, თუმცა გასაგებია, რომ სულ სხვა მოცემულობაზეა დაფუძნებული. კიდევ მაინტერესებდა აი ესე იგი აღსრულების მექანიზმები რამდენად არის ჩადებული. აი ამ თუნდაც დღეს რაც მოგვახსენეთ ხო ვასილ ამაში, რამდენად გაკეთებადია ეს ყველაფერი ისე რომ ვთქვათ, აი ხა რასაც დათა ამბობდა რომ იქ რაღაცას მოისყიდის და რაღაცა, ხო აი ამის მექანიზმები რამდენად არის ჩადებული, იმიტომ რომ დღესაც ხო ეს მაგალითი გვაქვს, ხო გვაქვს კონსტიტუცია, მაგრამ არ სრულდება, ანუ აღსრულების მექანიზმები არ არის და რა ვიცი, კანონი არც კონსტიტუცია მუშაობს და არც კანონები და ну არც სასამართლო და და კიდევ სულ ბოლო, ესე იგი ჩვენ ამას ინფორმაციის სახით გეტყვით და ბოთ კითხვა მაქვს, როდის იყო ასე ამათ ხო შეცვალეს ეს კონსტიტუცია 2017 წელს იყო თუ არსებით 2018 წელს და მაშინ საერთოდ ამოაგდეს ერთი მუხლი კონსტიტუციიდან, რომელიც ეხებოდა კულტურულ მემკვიდრეობას. ანუ უბრალოდ ის წინადადება მთლიანად ამოიღეს, რომელიც ეხებოდა კულტურულ მემკვიდრეობას და ადრე იყო თუ არ ვცდები, რომ ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. ეხლა ძალიან ვიწრო მას გეუბნებით ჩემი გადასახედიდან, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ძალიან. და მოკლედ ჩვენ მაშინ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ რამდენიმე ადამიანმა და მაშინ საბედნიეროდ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში იყო სალომე ზურაბაშვილი, მოკლედ მივედით მასთან, აუხსენით რა პრობლემის წინაშე გვაყენებდა აი ამ საერთოდ ამ ცნების ამოկდება, ამ პარაგრაფის, ამ აბზაცის თუ წინადადების, რომ ნებისმიერი, ესე იგი, ყველას ეხსნებოდა ხელი ნებისმიერი გაეცამტვერებინა და ენგრია და ასე შემდეგ, თუ კი აღარანაირი ვალდებულება აღარ იქნებოდა და
მოკეთ მე გთხოვა რომ დამიწერეთო ეს კი როგორ და რა როგორ ეს ახსნა განმარტებით ბარათივით გავუკეთეთ და მოკეთ გაიტანა ეს საკითხი პარლამენტში ეს კონსტიტუციის განხილვა რომ მიდიოდა და გავიდა ეს საკითხი ოღონდ როგორ არის იცით ახლა მე-20 მუხლში არის მაინც სხვანაირად მე მგონი ადრე უფრო ძლიერი ის იყო მახვილი დასმული ამაზე ახლა გვაქვს ყველა მოქალაქეს თუ ყველას აქვს უფლება დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა ანუ ისეთი ძლიერი ის მუხტი აღარ არის ამ წინადადებაში რა უბრალოდ უფლება გაქვს რომ დაიცვა მაგრამ ვალდებულება აღარ გაქვს და აი თუ ხა თუ გაგრძელდა და იმედი მაქვს რომ გააგრძელებთ ამაზე მუშაობას ამ შეიძლება რომ რაღაცნაირად ჩვენც მოგაწოდოთ რაღაც ჩვენი პერსპექტივიდან რა იქნებოდა თქვათ როგორი იქნებოდა უკეთესი ფორმულირება დევანდელთან შედარებით ბოლოს შეკითხვიდან დავიწყებ ესე იგი აღსრულებას რაც შეეხება ძალიან ბევრი მუხლი კონსტიტუციაში წერია ისეთნაირად რომ მართლა შინაგანად გაგიხარდება როგორ ლამაზად ჟღერს მაგრამ აღსრულების მექანიზმები ამას არანაირი არ მოყვება თან. ამიტომ საჭიროა რომ ეს გადათვლილი იყოს ისე რომ ვინ აღასრულებს ამას, ვისია დამოკიდებული ის ინსტიტუცია თვითონ, რომელიც რომ ამას აღასრულებს. აღსრულებას რაც შეეხება აღმასრულებლის ფორმირების პრინციპებიც არის ამ მოდელში გათვალისწინებული და რომ ვახსენე რომ იქ არის საპრეზიდენტო საბჭო 7 პიროვნების სახით ხო და ისინი სხვა წყაროდან ირჩევიან ეს 7 ადამიანი მათ ყავთ ასევე ცალკე მინისტრთა კაბინეტი. მის და კაბინეტი თვითონ არ არის. შვეიცარიის შემთხვევაში ისინი არიან თვითონ მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ ამ მოდელში ეს იქნება ცალკე მდგომი, რომელსაც ისინი გაუკეთებენ ერთობლივად ნომინაციას. ანუ გაუკეთებენ რამოდენიმე კანდიდატის ნომინაციას, არა ერთის, არამედ სავალდებულო იქნება 3 კანდიდატის ნომინაცია გააკეთონ და შემდეგ ამ 3-დან ერთ-ერთს ირჩევს თვითონ კონგრესი, ანუ საკანონმდებლო აირჩევს ამას ერთობლივი ხმით. შეიძლება ეს უბრალოდ მხარეთა პალატამ აირჩიოს, როგორც ამერიკაშია სენატის შემთხვევაში და ესეც მისაღებია და არ იყოს ისე რომ მთლიანად ორივე პალატამ ცალკე უნდა მისცეს ხმა. და გამოვა ისეთნაირად რომ შეთანხმებულად იქნება ეს მინისტრის პერსონა არჩეული და იქნება განყენებული ორგანო, ვიდრე არის აღმასრულებელი, ან განყენებული და დაქვემდებარებული, მაგრამ ეს არ წარმოადგენდეს იქნება ამ 7 კაციან გუნდს თვითონ. თუმცა, როდესაც შეხვედრები და გარჩევები და იქნება, ისინი ერთად გადაწყვეტენ რა მიმართულებით ეს არის ვასილის მოდელი, რომელიც ეს არის ერთ-ერთი ჩემი მოდელი, რომელიც ასეთნაირად წყვეტს ამ ძალათა გაყოფას. მაგრამ აი კონსტიტუციურ ცვლილებას რაც შეეხება, აქ შეიძლება ესეთი შეუცვლელი დებულებებით შემოვიტანოთ, რომელიც რომ არ შეიძლება რომ შეიცვალოს და ცვლილების პროცესი, აი თქვენ რო თქვით რომ შეცვალეს, ხო, რაღაც კონსტიტუციის ნაწილი. შეიძლება იყოს რაღაცა დებულებები იყოს შედარებით იოლად შეცვლადი და რაღაცა დებულებები იყოს ძალიან კაცრად შეცვლადი. აი მაგალითად ამ მოდელში ესეთი ის არის, რომ ხალხთა პალატის 3/5-დმა და მხარეთა პალატის 3/5-დმა უნდა შეცვალოს ისეთი საკითხები, როგორც არის თქვაც რაღაც და რაღაც, ხო? ანუ სხვადასხვა მდგომა შეიძლება და შეიძლება ამას დაემართოს საერთო ხმების უმრავლესობაც, რომ თქვათ ხალხი თუ გავიდა ეს რეფერენდუმზე, რომ რეფერენდუმის სახით შემდეგ ხალხმაც უნდა დაამტკიცოს ეს. ან შეიძლება ისე გაკეთდეს, რომ მეორე მიდგომა ამისი ის არის, რომ თუ შემოიტანეს რაღაც კანონმდებლობა, ხალხმა შეიძლება გააკეთოს ინიციაცია, რომ ჩვენ არ გვინდა ეს კანონმდებლობა, თვითონ მხარეში იყოს რაღაცა ზღურბლი, მაგალითად 2%-იანი ეს მრავალი ქვეყნის გამოცდილება ასეთი, რომ ინიციაციას აკეთებს ხელმოწერებით პოპულაციის რაღაცა ნაწილი, რომელიც შემდეგ რეფერენდუმს გამოიწვევს ან იმ მხარეში, ან ნაციონალურ დონეზე, იმის მიხედვით თუ რა დონის კანონმდებლობაა და შემდეგ ამ კანონმდებლობას ცვლი და აჩერებ. და ეს შვეიცარიაში ძალიან არ მოწონთ, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები მომხდარა და გამოდის რა რომ თუ ვიღაც ჯგუფი არსებობს, რაღაცა პარტია, რომელიც რო კანონმდებლობა შემოაქვს რაღაცა და ხალხს შემდეგ უწევს რომ ხელმოწერები შეაგროვოს და ამის წინააღმდეგ იბრძოლოს და რეფერენდუმი ჩაატაროს, ფული დახარჯოს იმისთვის რომ ეს კანონმდებლობა უკან გაიწვიოს, ეს არის დიდი
ლაფის მიცხობა იმ პარტიაზე და არ უნდათ რომ ეს გააკეთონ. ამიტომ შესაბამისად წინასწარ მიდიან აი ამ მექანიზმის გამო წინასწარ მიდიან ხალხთან და ეკითხებიან რომ ჰეი ეს კანონმდებლობა რომ შემოვიტანოთ რამე პრობლემები ხომ არა გაქვთ ამაზე ხო შეიძლება ემზადებიან სათან და ანუ წინასწარ ხდება ამის შეთანხმება გამოკითხვა და ეს ასე ვთქვათ აბავს არჩეულს და ამომრჩეველს ერთმანეთთან რომ მოხდეს ეს დისკუსია და ეს ვალდებულების სახით გადადის ეს ნაწილი. ასევე აი შესრულდება თუ არა შემდეგ მაინც შეგეძებთ ანუ როგორც ჩვენა პლებიციდი არის ალბათ რაღაცა დაახლოებით მაგას წააგავს ხო? წააგავს არა გაცილებით უფრო ძლიერია იმიტომ რომ ჩვენთან რეფერენდუმი პლებიციდი წერია სადღე გრძელოსავით მაგრამ შეუსრულებელია იმიტომ რომ მაინც პარლამენტზე უნდა გავიდეს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და გატანილია ასევე პარლამენტი კონსტიტუციიდან გატანილია რეფერენდუმის და პლებიციდის შედგენის წესი გატანილია ჩვეულებრივ კანონმდებლობაში. შესაბამისად ის უცბად შეცვლის იმას თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეს და ბარიერებს შექმნის იმისთვის რომ ვერ გააკეთო. ამიტომ ესენ თუ იქნება ეს მექანიზმები ჩართული უკვე კონსტიტუციაში თუ როგორ უნდა გაჩერდეს კანონი ან როგორ უნდა ინიცირდეს კანონი მაგალითად ინიცირება შეიძლება შეეძლოს თვითონ საპრეზიდენტო საბჭოსაც ისევე როგორც ინიცირება შეეძლოს რაღაცა რაოდენობა ჯგუფს ამორჩეულთა ჯგუფს 1% ან 2% შეიკრიბონ და კანონის ინიციაცია გააკეთონ. ეს რაც შეეხება აღსრულების ნაწილს და რეფერენდუმის ნაწილს, იმიტომ რომ ეს აღსრულების მექანიზმები უნდა იყოს გაწერილი ისეთნაირად რომ მოთამაშე პერსონებს ჰქონდეთ ამისი აღსრულების არა მხოლოდ კეთილინება, არამედ ვალდებულება ისეთი, რომელიც შემდეგ შეიძლება იმოქმედოს მათ პოზიციაზე ამა თუ იმ ოფისში. ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნებს რაც შეეხება ქალბატონ ლილის მოდელი ეხებოდა ამ მდგომარეობაში და მინიმალური კანონმდებლობის შეცვლით. კი, ვიცი, რა თქმა უნდა, სულ სხვა რამე. ეს არჩევნების ცვლილება რაც შეეხება ვთქვათ ცესკოს გაუქმებას, დეცენტრალიზაციას, რეესტრის მიკუთვნებას თითოეულ მხარეზე, შეცვლას რაც შეეხება და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ნაწილები, ეს არის უფრო იდეალურ მოდელში, აქ ყველაფერი არ წერია ამ მოდელში, რადგან იმ ჯგუფის სამუშაო ნაწილი კიდევ სხვა გუნდში განვიხილეთ და სხვა დოკუმენტებში გვაქვს ასახული, ის ყველა ნაწილი, ანუ აქ არ არის წარმოუდგენილი, რაც კი, არა, მესმის, მაგრამ ზოგადად ხო განიხილეთ, არა? ზოგადად დეცენტრალიზაცია, რა თქმა უნდა, არჩევნებსაც ეხება და დეცენტრალიზაციის ნაწილი აქ არის ასეთნაირად, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვისაუბრეთ სოსოსთან ერთად და ბევრ სხვა ჯგუფის წევრთან ერთად იმაზე თუ დეცენტრალიზაცია რანაირად უნდა შესრულდეს. საქმე იმაშია, რომ თუ დეცენტრალიზაცია გაკეთდება, უნდა გაკეთდეს სამ დონედ. ერთი იქნება ცენტრი, მეორე იქნება მხარე. მხარის დეფინიცია რეგიონის მასშტაბის იქნება თუ კანტონი ან თუ მუნიციპალიტეტის მასშტაბის ეს არის გასარკვევი საქმე და შემდეგ არის თემის დონე. თემის დონე და ამის დეფინიციები რა არის ეს ცოტა გრძელი საუბარია ამის გარშემო. კი, ეგ მესმის. მაგრამ მრავალ ქვეყანაში არის ისეთი გამოცდილებები, რომ თემი უნდა იყოს რაღაცა ბირთვი, რომელიც შეძლებს რომ პატარა შიდა წესები მაინც დააწესოს. აი მაგალითად რამდენად ხმაური გვინდა რომ იყოს ჩვენს ქალაქში, ხო? რომელ საათზე, 3 საათზე ვიღაცამ რაღაც დაგოგოს, რაღაცა დეციბელზე უფრო მაღალი შეიძლება ეს მოსულა, მე რო დაურეკო პოლიციას იმ რაღაცა კანონმდებლობის მიხედვით ხომ უნდა იმოქმედოს, რომ მე პოლიციას არ მოუწიოს გადაწყვიტას, რომ შენ ხმაურობ თუ არ ხმაურობ, ხო? ან მაგალითად ღობე შეიძლება 10 მეტრიანი მქონდეს, თუ არ შეიძლება, იმიტომ რომ მიჩრდილავს ყველაფერს, ხო? აი ესეთი რაღაცა მარტივი წესები თვითონ ქალაქებს და ამ თემებს უნდა ადგილობრივი თემით განისაზღვრება. უნდა შეძლოს. და რაც მნიშვნელოვანია კიდე, დღესდღეობით საქართველოს დანაწევრებულია დასახლებულ პუნქტებად და მათ გარშემო
ცენტრალურ ცენტრის მფლობელობაში გადაცემულ სხვადასხვა ტერიტორიებად. ანუ გამოდის რა, რომ სოფელია, გვერდზე შეიძლება ტბა ქონდეს და ტბაში მიდის ხალხი ბანაობს და რაღაც კარგ დროს ატარებს. ხო, შეიძლება კანიონი იყოს ასე შემდეგ, მაგრამ ის ადგილი მას ფსიქოლოგიურად ეკუთვნის, მაგრამ კანონმდებლობრივად არ ეკუთვნის. იმიტომ რომ ის არის ცენტრალური მიწა და თუ მოხდება ნამდვილი დეცენტრალიზაცია, უნდა მოხდეს ისეთნაირად, რომ მთლიანი მიწები, რაც ამ მხარეში არის მოცულობაში არის, ხო, ფარგლებში არის, უნდა დაიყოს თემების კუთვნილებაში და თემთან უნდა მივიდეს მერე ბიზნესმენი იქნება ის თუ ცენტრალური ხელისუფლება და მათთან უნდა გააკეთოს მოლაპარაკება, რომ მე აქ ვაპირებ, კაშხალის გაკეთებას ვაკეთებ, რაღაცას ვაპირებ და თქვენთვის სარგებელი არის ეს, თუ გინდათ გავაკეთოთ. ანუ დეცენტრალიზაცია გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ ამ თემებს, მათ გადაწყვეტილებებს. თუ მათთვის საკუთარი ყოფისთვის ძალიან სავალალო გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ მაინც ამას პატი უნდა ვცეთ და არ უნდა მოვექცეთ მათ როგორც პატარა ბავშვებს და უთხრათ რომ რასაკეთებ. არა, ეს გამოცდილება ამ თემებში უნდა დაგროვდეს, შეცდომების დაშვების გამოცდილება იმისთვის, რომ ჩვენ წინ გავიწიოთ. თუ ეს ზევიდან ქვევით დაულაგეთ ყველაფერი, ისინი არასდროს არ ისწავლიან და ყოველთვის ზედა ნაწილებს დააბრალებენ, რომ ეს რა გაგვიკეთეთ. და როცა ისინი თვითონ დაუშვებენ ამ შეცდომებს, მაშინ გაიზრდება საზოგადოება. და ხშირად იყო ესეთი, რაც გაკეთდა, რომ ბევრი არასამთავრობო მოვიდა, უთხრეს ხალხს ესე მოიქეცი, აბა ესე ხო არ გააკეთო და ასე შემდეგ, მაგრამ მათ ვერ შეიგრძნეს, რომ ეს თავისი პრობლემა იყო და ისინი ეხმარებოდნენ არა ზევიდან ქვევით, რადგან ჩვენ ფსიქოლოგია ესე იყო კომუნისტებიდან გამომდინარე მომართული, რომ ვიღაც მოდის გეუბნება რა გააკეთო და აკეთებ და არ გაქვს შენი საკუთარი ინიციატივა. სად იყო ეგ მაგალითი, ვასილ? რას არა, მე უბრალოდ ვამბობ, არასამთავრობო ორგანიზაციების მაგალითი რო ამვიღოთ, ხშირად მოხდა ისეთნაირად, რომ ჩავიდნენ სხვა თემებში და უთხრეს, რომ აი ეს ასე კეთდება, ეს ისე კეთდება, მაგრამ ეს ინიციატივები არ იყო თვითონ თემიდან წამოსული. ათავისება ვერ მოხდა, მაგრამ მე ბევრი მაგალითი ვიცი ისეთიც, სადაც სწორედ ეს სხვადასხვა ადგილობრივი თუ აქედან ჩასული ორგანიზაციები ზოგ შემთხვევაში უფრო ადგილობრივის გაძლიერებით დაეხმარნენ სწორედ თემს თავისი უფლებების გარკვევაში და ასევე შესაძლებლობების. ანუ ესეთიც ყოფილა. ხო, ვიცი. არა, მე იმიტომ გარკვეული მზაობა ჭირდება ამ პასუხისმგებლობის აღებას და მართვას, ადგილობრივ მართვასაც არ არის ეგ მარტივი, მაგრამ ხო. და ეხლაც რომ ნახავთ, და უფლებებიც არა აქვთ, მარინა, პრობლემა ის არის. აი მაგაშია ეს ანუ შეცდომა რა უნდა გავაცნობიერო? უფლებებიც არა აქვთ. არა, სხვათა შორის, აი დათა, მე მაგალითად მქონია ესე შეხება ალვანში და ასე შემდეგ რაღაც სემინარებს დავსწრები ვარ, სადაც აი გაოგნებულები იყვნენ, როცა ვუთხარით, აი თქვენი უფლებაა, შეგიძლიათ ამაზე იმსჯელოთ, შეგიძლიათ ამაში ჩაერიოთ, შეგიძლიათ თავის უფლებების შესახებ წარმოდგენა არ აქვს ზოგ შემთხვევაში ადგილობრივ. ხო, მაგრამ რა უფლებები აქვთ? აქვს, როგორ არა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, დაგეგმვისას, მონაწილეობის მიღება, მოწლის მიღება, მაგრამ მორჩა, მაგის შეჩერება. არა, უბრალოდ არ იყენებენ ამ უფლებას და პასიური, ანუ ინერტული საზოგადოებაა ძალიან ხშირად, ან რაღაცა ან დაშინების მექანიზმები. როგორ შეეჩერებენ? ბატონო? იურიდიული მექანიზმი ხო არ არის, ანუ ვერ შეეჩერებენ, იურიდიული მექანიზმი არ არის. მათ შეიძლება აზრი თუ სწორად მიყვებიან, არა, თუ სწორად მიყვებიან და მოითხოვენ ამ საჯარო შეხვედრებს და დააფიქსირებენ ოქმით და იმით თავის გადაწყვეტილებას, როგორ არა. აქვთ გავლენის მოხდენის უფლება, მაგრამ ამას ძალიან იშვიათად ხედავთ რა. იქ რატო ვერ აი ბალდაში და იქ რატო ვერ ახერხებენ მაშინ? ბალდაში ნუ კი პრობლემა არა, მე კი არ ვამბობ ბალდაში იქაც არ არის ხა ესეთი ანუ სამართლებრივად რა მექანიზმი აქვს, ანუ რამე ისეთია რაც მაგრამ მექანიზმები აქვთ, მე არ ვამბობ რომ სრულყოფილი, მაგრამ აი მაგალითად ხადის ხეობის მაგალითზეც თავიდან როდესაც და იგივე საყდრის მაგალითს შემიძლია გითხრათ, თავიდან როდესაც ადგილობრივი თემი მაგრად დადგა და რაღაცა, იყო მეტი შანსი იმისა, რომ ეს რაღაცა პროექტი არ განხორციელებულიყო, ისე რომ მთელი მკვიდრი მოსახლეობა არ აეყარათ და ერთია რომ პოლიტიკური ინსტრუმენტი.
ანუ საზოგადოებრივი აჟიოტაჟი შექმნა. მაგრამ იურიდიული მექანიზმი თუ არის, ანუ მაგალითად ნახეთ როგორ რაღაცა აქვს, აი რო ეთქვათ უფლება მაგალითად თავისი მიწის მიყიდვაზე, ანუ რთულია ძალიან, იმიტომ რომ რეალურად ანუ რას ვაფიცე რომ მაგალითად შვეიცარიაში შეიკრიბება ეს თემი და თუ მოკლედ თუ მისი საკუთრებაა, თემის საკუთრება, შეიკრიბება ეს თემი ჩაატარეს რეფერენდუმზე და მორჩენილი თემაა. ანუ იურიდიული მექანიზმი არსებობს, თუ არ უნდა შეუძლია დააფიქსიროს. აქ პრობლემა ის არის, რომ პრინციპში იურიდიული მექანიზმი მას არ აქვს, ანუ მისი ხმა არის მაქსიმუმ საკონსულტაციო ხმის უფლებით არის, ანუ ამას ხო და რამე ხო არ გამოგვჭა თქო მაგას მაგით ვკითხულობ ახლა დებატებში შემოდივარ. არ არის სრულყოფილი, მაგრამ მე ისე თქმა მინდა რომ ზოგ შემთხვევაში ახლა აი ნამდვილად ყოფილა ეს შემთხვევები, რომ თემი რო ერთად დამდგარიყო და თავის ინტერესები დაეცვა ბოლომდე პოლიტიკური გავლენა ერთსულოვნება არ არის ხოლმე დათა. აი ერთსულოვნება არ არის ხოლმე და მე ვიღაცას მოისყიდიან, ვიღაცა გაყიდის იმ თავის მიწას რაღაცა და მოკეთ ეს ერთსულოვნება რო აღარ არის და ვიღაცას რომ მაინც მიწის გაყიდვა უნდა და არა ვთქვათ იმ ბუნების და იმ კულტურულ ლანდშაფტის შენარჩუნება და რაღაცა ბოლოს ისე თავდება რომ თემი წაგებულ პოზიციაში რჩება რა და ასე იყო. აი ის რო იყო რა ქვია ვარლამი იქ ხო პრინციპში ერთსულოვნება იყო, მაგრამ იურიდიული მექანიზმი არ ქონდა. ბატონო პოლიტიკური იყო, ნახეთ, პოლიტიკური ინსტრუმენტები გაიმარჯვეს, პოლიტიკური საზოგადოებრივით, მაგრამ იურიდიული არ ქონდათ. იურიდიული შეიძლება იცი რატო არ ქონდათ საბოლოო ჯამში. გარკვეულწილად ქონდათ და ამიტომაც ვერ აუარეს გვერდი, მაგრამ შეიძლება სრულყოფილი მექანიზმები არ არსებობს დღეს საქართველოში ამაში გეთანხმებით, მაგრამ მაინც გარკვეული მე მგონი გარკვეული იურიდიული ძალა ჰქონდათ მე ჩემი ის არის რომ რამე და კიდევ რა იყო იცი მან მე მგონი ახლა ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ როდესაც სახელმწიფო რანგის პროექტად ცხადდება რომელიღაცა ესეთი რაღაცა დიდი ჰესის ინფრასტრუქტურული პროექტი მაშინ სახელმწიფოს დღესდღეობით თითქმის განუზომელი უფლებები აქვს რა და მაშინ ადგილობრივთან ძალიან უჭირს. მაინე რომ ეს უნდა განისაზღვროს თუ დეცენტრალიზაციას ვაკეთებთ, უნდა მოხდეს რეალურად გაკეთება და არა ქაღალდზე დაწერილი და თუ მართლა იმათ გარშემო კანიონი აქვს, ტბა აქვს და ასე შემდეგ მათ კუთვნილებაში უნდა შედიოდეს არა მხოლოდ ემოციურად და იმის დაცვა არ უნდა მოუწიოს. ხო, არამედ ფაქტობრივად საბუზე. ფაქტობრივად მათება უნდა იყოს და ვიღაცა უნდა მოვიდეს ინვესტორი და შემდეგ პოსტფაქტუმ უთხრას რომ თურმე ეს გაყიდულია და თქვენ ახლა აქ არ შემოხვიდეთ. ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ანუ მათ არ უნდა იურიდიული უფლებები ნაკლებია, მაგრამ თუმცა ის რაც მე იმის თქმა მინდა რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, აღგულისხმობ პარლამენტს და ასეთ ადამიანებს, რომლებმაც პირიქით ყველა უფლება გამოიყენეს ამოწურეს, რაც კი არსებობს, არამედ ძალიან ხშირ შემთხვევაში თემა სრულფასოვნად არ იცის თავისი უფლებების შესახებ. აი ესეთი ბევრი შემთხვევებიც მე პირადად. ეს ნამდვილად არსებობს და არის კიდევ უმწეობის შეგრძნება, რომ ამას მაინც ვერ გავაკეთებთ, მე არავინ არ დამიდგება გვერდზე და არც კანონმდებლობრივად და კორუფციის გამო პირიქით რაღაც ჩემ საქმეს გავიფუჭებ და ეს უნდა ნელ-ნელა შეიცვალოს იმ პრეცედენტებით რაც უნდა დაფუძნდეს სწორედ ახალ სისტემაზე და ახალ კანონმდებლობაზე, რომ ხალხმა იგრძნოს, რომ ეხლა ეს განსხვავებულია. სწორედ აი ეს არის, რომ ეს იდეა რომ შემოვიტანოთ ჩვენ საზოგადოებაში, რომ ეს ცვლილება უნდა იყოს განსხვავებული, რაღაცაზე ხო უნდა იდგეს ეს, უბრალოდ სიტყვაზე ხო არ იქნება. და ეს მექანიზმები უნდა ჩვენ გაუზიაროთ ხალხს. და შემუშავდეს, კი, რა თქმა უნდა, გაუცილებლად. არგით დიდი მადლობა. კიდევ ხომ ჩვენ უნდა გველაპარაკოთ უგავს user stories-ზე შევთანხმდით წინასე და მაშინ ისე კი შემდეგზე რა გვექნება? კიდე data primary გააკეთო ან user story გააკეთე როგორც ავიცი user story-ების მაგალითები გავაკეთე რაც როგორც წინასე შევთანხმდით რაც მოგველაპარაკა და primary გაკეთებული მაქვს შემიძლია გავაკეთო ანუ შევთანხმდით ანუ რაღაც დავთქვათ რაზე გვექნება საუბარი რომ ის აჯენდა იყოს რა ერთ საკითხზე მეც ვერ იმას ვიზავდე. რაზე გქონდეს? კარგი, მაშინ user story გავაკეთოთ შემდეგში. არა, მაშინ მოდი primary იყოს, რადგან იმიტომ დღეს იმაზე იყო ამ პარტიების, ანუ ეს არის რეალურად პარტიების შიდა პარტიული დემოკრატიაზე და
რა მოდელებია მაშინ შიდა პარტიული დემოკრატიის, ამას ამოვწუროთ ეს საკითხი და გადავიდეთ user story უფრო რაღაც ტექნიკური ის არის. გრემგონია და რადგან ახალი ადამიანები შემოგვიერთდნენ და იმედია კიდე შემოგვიერთებიან ეხა სამშაბათს ხო კიდე დასხვებიც კაი იქნება რომ ვთქვათ ისეთი იყოს მთლიანი მაშინ მე შევეცდები რომ ეს user stories case user story გავაკეთო ამ იმის აქვს პარტიული დემოკრატიის კონტექსტში data იქნება ესე გავაკეთოთ რომ შენ ხო გაქვს იქ მოდელი ჩადებული და თუ primary სისტემას გამოიყენებ ამ მოდელში რომ ისიც შეავსო შემდეგ რომ შემდეგ იქ არ არის კონსტიტუციის ნაწილი ეგ არის პარტიული იმის მაგრამ იქ შევსებას იქ არ არის ეს კონსტიტუციის ნაწილი რა ნამდვილად პარტიული ის არის რა იქ დაახოთ იგივე როგორც მედიის კიდე ჩავაკოპირებ მაგრამ სხვა რაღაცა რა როგორც მაგალითად მედიის ორგანიზების მიმართულებით ხო მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რომ ნაციონალური მედიები არ არსებობდეს იმიტომ რომ ნაციონალური მედიები შეიძლება მაშინ ვიღაცამ ერთიანად მიიტაცოს და თქვა და გქონდეს უკვე დეცენტრალიზებული მედიები ანუ დაახლოებით ახლა ის რაღაცებზე ლაპარაკი ო თუ ჩათვლი რომ საჭირო არ არის იქ ჩადება კი ბატონო არ ჩადო შენი გადაწყვეტილება ხა არავინ არ გვაჩერებს რომ კონსტიტუციაში რაღაც შევიტანოთ ან არ შევიტანოთ თუ ჩავთვლით საჭიროთ რომ ეს არის ის გამომყარებელი მექანიზმი რომელიც იქ უნდა იყოს და სხვა შორის გამოვიკვლიე მე ეგ საკითხი სხვა კონსტიტუციებში რა ნაწილები იყოს შესული და იმდენი სახესხვაობა ზოგს რა უწერია ზოგს რა უწერია რომ სტანდარტი არ არის რომ აი რა უნდა ჩაიწეროს რა უნდა ჩაიწეროს ძალიან დეტალური რაღაცები უწერია ინდოეთს მაგალითად და აფრიკას და ასე შემდეგ ასე რომ მაგაზე ნუ შევჩერდებით მაგრამ როგორც გადაწყვეტ იმიტომ რომ მაგალითად ჩანაწერო პარტიაში უნდა იყოს შიდა დემოკრატია ეს სულიად შეიძლება საკმარისი იყოს და რაღაც ნუ ძალიან ისეთი ზოგადი ჩანაწერი იმიტომ რომ იქ აღწერები ამის მაგალითად ბევრ ქვეყანაში პირიქით არის არ შეიძლება არსებობდეს რეგიონალური პარტიები ბევრი ქვეყანა ამას გრძალავს პირიქით იმიტომ რომ ითვლება რომ ეს სეპარატიზმის ის არის ამიტომ ესეთი მე არც ერთ შევწერდი არც მეორეს რა რო ასე ვთქვათ თავისუფლება არ შეიზღუს მაგრამ უკვე ამაზე ვიმჯილოთ ანუ შემდეგზე მოკლედ გავაკეთებ მაშინ პარტიულ დემოკრატიაზე პრაიმერის მოდელით და შევეცდები რომ ეს იყოს სწორედ user story-ით აღწერილი ამომრჩევლის პერსპექტივიდან რა უნდა იმას რა საჭიროება აქვს და მე ანუ რა გამოწვევა აქვს და რა საჭიროებები გამოწვევები ეხლა რა გამოწვევების წინ შევდგევართ რისი გადაწყვეტა გვინდა ამ მოდელით როგორ გქონია რისი გადაწყვეტას ვახდენთ კარგით ოკეი ჩამინიშნე დიდი მადლობა დაგემშვიდობებით შემდეგში ნახავთ სამშაბათს 5 საათზე კარგად მადლობა მადლობა